თვითჩაღრმავების პრაქტიკები VS სალაპარაკო ფსიქოლოგია. მე ჩემს პოდკასტებს ვიწერ ეკოჩემბერში, პოდკასტ სტუდიაში, რადგან აქ შესაძლებელია მოხვიდე და მიიღო უმაღლესი ხარისხის ვიდეო, უმაღლესი ხარისხის განათება, უმაღლესი ხარისხის ხმა. ამიტომ ყველას გირჩევთ, ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდეთ ეკოჩემბერში და შექმნათ აქ თქვენი კონტენტი. სალამი მეგობრებო, ეს არის ლევან რამიშვილის პოდკასტი სოკრატეს კაფე და დღეს ჩემი სტუმარია ძალიან მაგარი ფსიქოლოგი ტასო გეგია, ფსიქოლოგი, რომელიც ჩემი აზრით დღეს არის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ მე მასთან ძალიან დიდი გამოცდილება მაკავშირებს და ვიცი დანამდვილებით რომ ეს არის ის ფსიქოლოგი, რომელსაც შეიძლება ადამიანი ენდოს და როდესაც მე მეკითხებიან და ძალიან ხშირად მეკითხებიან რომ ვინ არის კარგი ფსიქოლოგი, ვისთან მივიდეთ, მე ყოველთვის ვეუბნები მე რაც ვიცი ეს არის ტასო გეგია. მადლობა ლევან. და მე ყველას გირჩევთ რომ შეხვიდეთ ტასოს გვერდზე, იმიტომ რომ ტასო ძალიან აქტიურია Facebook-ზე და თითქმის ყოველ დღე დებს ძალიან ღრმა შინაარსიან ვიდეოებს, რომელიც მოსმენაც თქვენ ძალიან დაგეხმარებათ ყველას ბევრ რამეში, საკუთარ თავში გარკვევაში და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი თემა არის გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ფორმატი ეს არის ჯანსაღი დისკუსია. ამ პოდკასტის მიზანია საქართველოში ჯანსაღი დებატების კულტურის დანერგვა, იმ დებატების, სადაც ადამიანები შეიძლება არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამის გამო არ იძულებენ ერთმანეთს და არ ეჩხუბებიან და არ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფებს, არამედ შეუძლიათ ერთმანეთის მოусმინონ და შეუძლიათ რომ რაღაც აზრამდე მივიდნენ კიდევაც ერთად. აი ამ ტიპის დებატები ძალიან გვაკლია ჩემი აზრით და აი ეს არის ჩვენი მიზანი და ამიტომ დღესაც ჩვენ გვექნება ერთგვარი დაპირისპირება, მიუხედავად იმისა რომ მე და ტასო ძალიან დიდი მეგობრები ვართ და ძალიან თითქმის ყველაფერში შეიძლება ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს თითქმის. მე მაინც მირჩევნია რომ იყოს ცოტა დაპირისპირების ფორმა და დღევანდელი დაპირისპირების ფორმა იქნება სიღრმისეული ფსიქოლოგია, თვითჩაღრმავების პრაქტიკები VS სალაპარაკო ფსიქოლოგია და რახან დებატების ფორმა ჩვენ გვექნება ესეთი ფორმატი, მე რახან ამას გაცნობის დატვირთვაც ექნება, ჯერ ჩემ თავს მივცემ სიტყვას, ვილაპარაკებ დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ ტასოს მივცემ სიტყვას, ისიც თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს დაახლოებით 5 წუთში და შემდეგ უკვე გადავალთ უფრო დეტალიზაციაზე, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს დავიწყებთ, მე მინდა ვთქვა ორი სიტყვა იმაზე თუ რა ხდება დღეს საქართველოში. მე ვთვლი რომ ყველანი ვალდებულები ვართ ამაზე ამოვიღოთ ხმა, საქმე ეხება საქართველოში ჩვენი 4 ფეხა მეგობრების უსაყვარლესი ძაღლების გენოციდს და მათ ფაშისტურ დახოცვას მთავრობის მიერ. მე ამაზე გუშინ საკმაოდ ვრცელი ვიდეო ჩავწერე, ამიტომ ეხლა გადავცემ სიტყვას ტასოს და ის გვეტყვის ამაზე 2 სიტყვას. გამარჯობა ლევან, კიდევ ერთხელ მადლობა. საინტერესო შესავალი იყო და უკვე დამოუკიდებელი. ცოტა გამოძრავე ხელები, თორემ მგონია რომ იმაში ხარ. ხო. კადრის გასწორებამ დამსტრესა. ხო. ჯერ კიდე დასტრესილი ვარ, მაგრამ თალ კადრზე ვერ ვიტყვი, უფრო ძაღლების ამბავზე ვარ, იცი, რაღაცნაირად მოჭიმული. ვერც წარმომიდგენია რა ფსიქიკა უნდა კონდეს ადამიანს, რომელიც ამაზე ხელს აწერს, მერე აღასრულებს ამ არ ვიცი ძაღლების გაქრობას, მოკლას და ეხლა საერთოდ ვრცელდება, არ ვიცი რამდენ დადასტურებულია ეგ ინფორმაცია, რომ კრემატორიუმში გადაყავთო და ეს თუ ასეა. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრობთ სასაკლაოში. ფაშისტურ გერმანიაში, სადაც
არის პირდაპირ საკონცენტრაციო ბანაკის პრეცედენტი. ძალიან ძიმე რაღაცა არის ეს. მე ხათ ჩემი ბექგრაუნდიდან გამომდინარე როგორც თერაპევტს, მით უმეტეს შემიძლია ძალიან თავდაჯერებით თქვა, რომ ადამიანი, როდესაც უსუსურ არსებას იჭერს, მიყავს მოსაკლავად, იცის ეს ყველაფერი და ამას ახორციელებს, იქ მოცემული არის ძალიან დიდი დესენსიტიზაცია. და ფაქტიურად გახლეჩილი პიროვნება არის მოცემული. ნუ ის თქვათ მაშინ რა არის დესენსიტიზაცია? ვიტყვი აუცილებლად ანუ გრძნობელობის ჩახშობა არის. ნუ გრძნობელობა თუ ჩაიშო. თუმცა ადამიანი ვერ გრძნობს. არ გრძნობს და ჩათვალე რობოტთან, ბიორობოტთან გვაქვს საქმე, რომელსაც რასაც დაავალებ გააკეთებს რა და ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. უმძიმესი. იცი რა, იქიდან გამომდინარე, რომ მე საშიშიდან, ანუ ყველაფერს ვამბობ რა. იქიდან გამომდინარე, რომ მეც ასე თუ ისე ვიცნობ ფსიქიკას და მესმის რამდენად ღრმა არის და რამდენად ძლიერია ეს ფსიქიკის მექანიზმები, რომლებიც ადამიანს აიძულებს, რომ არ დაინახოს ის, რაც აშკარა არის და არ იგრძნოს და რამხელა ტრავმებიდან და ბავშვობის ამბებიდან მოდის ეს ყველაფერი, მეც ძალიან მიჭირს, რომ ვინმე დავადანაშაულო და როგორც ესეთი დადანაშაულება ადამიანის არ მიმაჩნია სწორად. მაგრამ როდესაც აშკარა ბოროტმოქმედებასთან გვაქვს საქმე, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ბოროტმოქმედება, ხო? და ეს არის ბოროტმოქმედება, ძაღლები არიან ცნობიერი არსებები. ძაღლები არიან ძალიან გრძნობიარი არსებები, ძაღლები არიან არსებები, რომლებიც ტვინის განვითარებით 3 წლის ბავშვს უტოლდებიან და ეს ნიშნავს, რომ ისინი როგორც ბავშვები ისე აღიქვამენ სამყაროს, მათი აღქმა და ბავშვის აღქმა თითქმის იდენტურია და ის იმ გაგებით, რომ როგორც ბავშვი არის ცარიელი, გახსნილი ფსიქიკა, ხო? ეს არის ცარიელი ქვეცნობიერი, ხო? დამცავი მექანიზმები ძალიან ცოტა აქვს, ბავშვს ძალიან სუსტი აქვს და პირდაპირ შემოდის ეს რაღაც სიუხეშე და პირდაპირ ხვდება ნაჯახივით მის ფსიქიკას, ხო? და იგივენაირად არის ძაღლი ძალიან გრძნობიარია. ძაღლები არიან თავგანწირულები, არსებობს უამრავი ფილმი, სადაც აღწერილია დოკუმენტურად, როგორ წირავენ თავს სხვა ცხოველებისთვის, ადამიანებისთვის. ძაღლებს აქვთ ისეთი გრძნობები, როგორიც არის, თქვათ, სიამაყე, ან პირიქით, ძაღლი ამაყობს, როცა პატრონი ყავს, წყენა შეუძლია, გაბრაზება, ანუ სრულფაზე ძაღლი შეგვიძლია ვთქვათ, უბრალოდ ეს არის დილუზია, გამოწვეული რაღაცა ვიზუალური შაბლონით, რომ იმას რომ 4 ფეხი აქვს, შენ გონია რომ ის რაღაც სხვა არის, მაგრამ არ არის, ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ცოტა სხვა ფორმა აქვს და ძაღლის მკვლელობა უდრის ბავშვის მკვლელობას. ამას ვამბობ კატეგორიულად და დღეს რაც ხდება, ეს არის საქართველოში ხდება ბავშვების ხოცვა მასობრივად და ეს არის ჩვენ თუ ამას შევეგუებით, მაშინ რაღა აზრი აქვს, თქვათ, რაზე ვილაპარაკებთ აქ, ისთვის ვიბრძოლებთ, რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი და რომელ ფილოსოფიაზე, რომელ სულიერებაზე, რომელ რელიგიაზე, რომელ დემოკრატიაზე, საერთოდ არაფერს აზრი არ აქვს, თუკი აი აქ ჩვენ მოვიკოჭლებთ და აი აქ შეგუებულები ვართ. იცი რა არის საოცარი, რომ რამდენად გაუცნობიერებელია, როგორც ჩანს ჩვენი სოციუმი და საზოგადოება, იმიტომ ეს საქართველოში პიკს აღწევს, იცი? იმიტომ რომ აი 1000-ნაირი მეცნიერული კვლევა არსებობს, 1000-ნაირი, რა ვიცი, დაკვირვება არსებობს, რამხელა სარგებელი მოაქვს ძაღლს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის მარტო რომ კაი ტიპია რა. კაი ტიპია, მაგრამ აი ნახე ბავშვები, რომელსაც აქვთ შინაურ ცხოველებთან შეხება პატარა ასაკში, ბევრად ნაკლებად ავადდებიან ფიზიკურად და მენტალურ ჯანმრთელობაზე ხო საერთოდ და ემოციური ინტელექტი რო უვითარდებათ. ბევრად მაღალია, კი ბატონო და ფსიქიკური ჯანმრთელობა უმჯობესდებათ. არის კიდე ადგილები ევროპაში, სადაც სპეციალურად აი სადაც ხალხი თქვა მკურნალობს ფსიქიკურ სირთულეებზე, იქ არის თან ცხოველები. და იციან იმათ, რომ ცხოველთან ურთიერთობის დროს იკურნება ჩვენი ფსიქიკა. და ესე იგი ჩვენ ახლა მასობრივად სპეციალური თერაპიებიც არის, მაგალითად ცხენებთან მიყავთ სამკურნალო და ცნობილია, დადასტურებულია მეცნიერულად, რომ ცხენთან ურთიერთობა შიზოფრენიას კურნავს. წარმოიდგინე, კი, და ნუ ძაღლთან ურთიერთობა ავსებს სიცარიელეს, ამშვიდებს ბავშვს
ну არ ვიცი რა და იმაზე აღარაფერს მომბ რომ ქუჩაში ეს ძაღლები რო არიან ძალიან დიდ მისიას ასრულებენ. ეხლა სადგურუს ფრაზა გამახსენდა რომ ამბობენ ღმერთი სიყვარულია, ღმერთი არ ვიცი, მაგრამ ძაღლი ნამდვილად სიყვარულია და ის აქვს სიტყვის თამაში God და dog რომ God is love, I don't know, but dog is definitely love. იმიტომ რომ და მართლა ძაღლმა არის სიძულვილი, ძაღლი არის არ ვიცი, სიყვარულს აფრქვევს 24 საათი და როგორ შეიძლება ესეთი სიყვარული ცავზე ანგელოზი არსება მასობრივად ხოცო და ეს აქცია არის მოკეთ მე უნდა გავიდე შაბათს 3 საათზე კანცელარიაში. რა თქმა უნდა, მე გთხოვთ ყველას რომ აქტიურად მოქმედებით ჩვენი თანადგომით დაუჭიროთ მხარი ამ მოძრაობას და ის ადამიანები, რომლებიც დღეს იცავენ ჰუმანურობას, იცავენ ცოცხალ არსებებს განადგურებისგან, ამ ადამიანებს დაუდგეთ გვერდში. და კარგი, გადავიდეთ ახლა ჩვენს ძირითად თემაზე. მოკლედ, ვერთვებით დებატებში. როგორ დავარქვა? სიღრმისეული ფსიქოლოგიის ბოლო სიტყვა, რაც გამოიხატება ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში, ფსიქოდელიურ ფსიქოთერაპიაში, ანუ ძალიან სიღრმისეული თვითჩაღრმავების პრაქტიკები დაუპირისპიროთ სალაპარაკო ჟანრის ფსიქოლოგიას. პირველ რიგში, ჯერ ვაძლევ სიტყვას ჩემ თავს და პირველი მახსენდება ეს ფრაზა იესო ქრისტეს სიტყვა, რომ ხე ნაყოფით შეიცნობა. რატო? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ უნდა გამსაჯოთ ნაყოფით, ანუ შედეგებით. როზენვაიგი არის, მე მგონი, ესეთი სოლ როზენ თუ სწორად გამოთქვამ, არ ვიცი, რომელმაც პირველად ჩაატარა ექსპერიმენტი თუ რომელი ფსიქოთერაპიული მეთოდი უფრო ეფექტურია. მაგრამ და მე ეს 70-იან წლებში ძალიან ბევრჯერ გამეორდა ესეთი ექსპერიმენტი და საბოლოოდ დადგინდა, რომ ყველა ფსიქოთერაპიული ეფექტი თითქმის ერთნაირად მუშაობს. მაგრამ ეს არის აისბერგის წვერი. როდესაც ჩვენ უღრმავდებით ამ ექსპერიმენტს და არსებობს ძალიან დიდი მასალა ამ ექსპერიმენტის კრიტიკის, აღმოჩნდება, რომ ამ ექსპერიმენტში განიხილება, ანუ ამ ექსპერიმენტში აკვირდებიან მხოლოდ იმ თერაპიებს, რომლებიც აღიარებულია მსოფლიო ფსიქოლოგიური ასოციაციის მიერ. ანუ ეს არის კოგნიტიური ბიჰევიორისტული თერაპია, ეს არის ფსიქოანალიზი, გეშტალტ თერაპია, ჰუმანისტური როჯერსის მეთოდი და რეალურად აქ არ არის შეყვანილი არც ფსიქოდელიური თერაპია, არც ტრანსპერსონალური თერაპია და რეალურად არის შეყვანილი მხოლოდ სალაპარაკო ჟანრის ფსიქოთერაპიები. ჰიპნოზიც არ არის, ლევა? არა. მხოლოდ სალაპარაკო ჟანრი არის წარმოდგენილი და რო უკვირდებით სიღრმეში, მე სპეციალურად ჩავეძიე ამ საკითხს და აღმოჩნდა, რომ კრიტერიუმი, აი რო დასკვნა რო არის, რომ ეს თერაპიები ერთნაირად ეფექტურია, რას ნიშნავს ეფექტურობა? რო ეძიები, აღმოჩნდება, რომ ეფექტურობაში აქ იგულისხმება არა განკურნება, არამედ სიმპტომების შემცირება და დაავადების მართვა. ანუ რეალურად ეს თერაპიები კი არ კურნავენ, არამედ სიმპტომებს ოდნავ ამცირებენ და ადამიანს აძლევენ საშუალებას, რომ ცოტა უფრო კარგად გაუმკლავდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. და რეალურად, როცა ამბობენ, რომ მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველა თერაპია ერთნაირად ეფექტურია, რეალურად ეს ნიშნავს, რომ მეცნიერულმა კვლევებმა სინამდვილეში დაადასტურა, რომ მხოლოდ სალაპარაკო ჟანრის თერაპიებზე აქვს საუბარი და რომ ეს სალაპარაკო ჟანრის თერაპიები ერთნაირად არაეფექტურია და არაეფექტური.
ხვდებით? მე ჩემ დროს უცდი. კი ბატონო. და მე მიუხედავად ამისა, რომ მე ვთვლი, რომ სალაპარაკო ჟანრის ფსიქოთერაპიებიც განსხვავდება ერთმანეთისგან და განსხვავებით მაგალითად გეშტალტ თერაპიისგან, რომელიც ბევრად უფრო ღრმა არის, ვიდრე თქვათ ბიჰევიორისტული პრაქტიკები და ბიჰევიორისტიკას მე საერთოდ მივიჩნევ ანტიფსიქოლოგიად, იმიტომ რომ ეს ბიჰევიორიზმი საერთოდ უარყოფს სიღრმისეულ ფსიქოლოგიას და საერთოდ უარყოფს ფსიქიკის სიღრმეებს და ფსიქიკის არსებობას ფაქტობრივად და ეს რეალურად ანტიფსიქოლოგია არის. მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ საერთოდ აი ესე რაღაცა მეთოდის სტიგმატიზირება და დემონიზირება არ არის სწორი. საერთოდ ჩვენ უნდა მივცეთ თავისუფლება ადამიანს და მე მიმაჩნია, რომ არავის არ აქვს უფლება, რომ საერთოდ თქვას, რომ ეს მეთოდი ვარგა, ან ეს მეთოდი არ ვარგა, იმიტომ რომ რა მომენტში რომელი მეთოდი უფრო გამოადგება ადამიანს, არავინ არ იცის და შეიძლება ადამიანი უბრალოდ მზად არ იყოს სიტყვაზე იგივე ჰოლოტროპული სუნთქვისთვის და ბიჰევიორისტული თერაპია უფრო გამოადგეს კონკრეტულ მომენტში. ამიტომ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება და არ ვთვლი, რომ რაღაც მეთოდი უნდა ჩვენ გავაფეტიშოთ და რაღაცა დემონიზებული უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მაინც მე არ მასვენებს ის აზრი, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ რა საჭიროა ურმით სიარული, როდესაც ჩვენ ვართ კოსმოსური ხომალდების ეპოქაში. რატო უნდა დავждე მე ურემზე და რატო უნდა ვიარო ფსიქოლოგთან კვირაში ერთხელ წლების განმავლობაში და რატო უნდა დავხარჯო ამდენი დრო, ამდენი ენერგია მაშინ, როდესაც აი ამ გზით მე ვიღებ მილიონჯერ უფრო ნაკლებ შედეგს, ვიდრე თვითჩაღრმავების პრაქტიკებით, რომლებიც ბევრად უფრო დიდ შედეგებს და საბოლოო განკურნებას მაძლევს, ბევრად უფრო მოკლე დროში, ერთ კვირაში, ორ კვირაში, ორ თვეში მაქსიმუმ. და რატო უნდა გავაკეთო ეს, როდესაც მაქვს რაკეტა, რატო უნდა ვიჯდე ურემზე და ვიქნიო სახრე. და როდესაც მე ვადარებ აი ეს ჩაღრმავების პრაქტიკებს და სალაპარაკო ფსიქოლოგიას, სულ მომდის თავში ესეთი მეტაფორა. რომ აი დავუშვათ, ჩვენ ვზივართ ოკეანის ნაპირზე და ოკეანეში დევს სკივრი ფსკერზე და ეს სკივრი არის 9 კლიტული, იქ 9 ის არის სკივრი შიგნით და ყველა გასახსნელია და რომ მივიღოთ განკურნება, ყველა ეს სკივრი უნდა გავხსნათ. და შემდეგ ვნახოთ შიგნით რა არის და იქ კიდე ვიმუშაოთ და იქ კიდე უნდა ჟანგბადი გვეყოს, ჟანგბადის ბალონი, რომ იქ დიდხანს ვიყოთ, რომ კარგად შევხედოთ რა ხდება იქ. და ეს რო გავაკეთოთ, ჯერ უნდა ჩავყვინთოთ ოკეანეში, მაგრამ სალაპარაკო ჟანრის ფსიქოლოგია ჩემთვის არის ნაპირზე ჯდომა და მკითხაობა იმისი, რომ რა არის ოკეანეში და იმის მცდელობა, რომ გონებით გამოვიცნო შიგნით რა არის ეს და შევეცადო მე გონებით გავხსნა ეს 9 კლიტული და შიგნით მე ვიმუშაო. ნუ იცით რა არის? მე ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მაგრები ხართ ფსიქოლოგები, იმიტომ რომ რაღაც შედეგები ხო აშკარაა რომ გაქვთ. ეს ძალიან მაგარი უნდა იყოს, რომ რაღაც შედეგი გქონდეს ამ მოცემულობაში. მაშინ და მაგრამ ჩემი დრო. კი ბატონო. და ამიტომ მე ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ მაინც არ მესმის რატო უნდა ვაკეთო ეს, როდესაც მე შემიძლია ჩავყვინთო ოკეანეში და მქონდეს ისეთი ჩავყვინთო გასაღებით ხელში, უცებ გავხსნა ყველა ეს და დავინახო და თვითონ ეს ჩავყვინთვა მაძლევდეს საშუალებას, რომ პირდაპირ მოხდეს კათარზისი, რაც ხდება კერძოდ ჰოლოტროპული სუნთქვის დროს და ფსიქოდელიური თერაპიების დროს და ყველაფერი მოხდეს ძალიან ჰარმონიულად
და არ ვიყო დამოკიდებული ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციაზე, არ ვიყო დამოკიდებული რა ხასიათზე გაიღვიძა დღეს ფსიქოთერაპევტმა და ასე შემდეგ, მის შეცდომებზე და ასე შემდეგ. რომელსაც აუცილებლად დაუშვებს. ხო. და არის ესეთი ტერმინი შინაგანი მკურნალი, ეს არის ოფიციალური ტერმინი ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის და ეს ნიშნავს, რომ მე, როდესაც ჩემს ოკეანეში, ანუ ჩემს შინაგან სამყაროში ვახდენ ჩაღრმავებას, იქ არამხოლოდ შეხება ხდება იმ სკივრში შენახულ ძალიან მტკივნეულ და ღრმა შინაარსებთან, არამედ ეს შინაგანი მკურნალი, რომელიც ირთვება ამ მომენტში, ანუ ჩემი ფსიქიკის დამცავი მექანიზმი, ამ ჩაღრმავებასთან ერთად ეს არავინ არ იცის როგორ ხდება, ავტომატურად ირთვება კათარზისის მექანიზმებიც და ამ კათარზისის მეშვეობით ხდება განკურნება და ადამიანი, როდესაც იქიდან გამოდის ადამიანი, ის გამოდის უზარმაზარი შედეგით. და ეს ჩემი ფსიქიკის თვითგანკურნების მექანიზმი, ეს შინაგანი მკურნალი არის ის ინსტანცია ჩემს ფსიქიკაში, რომელმაც ყველაფერი იცის ყველაფრის შესახებ, ჩემს შესახებ, სამყაროს შესახებ და რეალურად არ უშვებს შეცდომებს. უბრალოდ გამორიცხული. ამიტომ მე ყოველთვის, როდესაც ვატარებ ჰოლოტროპულ სუნთქვას, ვარ აბსოლუტურად მშვიდად, იმიტომ რომ ვიცი, რომ არავის არაფერი არ მოუვა. ხვდები? და აი ეს სიღრმე თერაპიის, ეს უსაფრთხოება 100%-იანი და ეს ორი რამ ერთად იძლევა ბადებს კითხვას, რომ რატო უნდა ვაკეთო სხვა რამე, რატო უნდა ვიждდე ურემზე, როდესაც ესეთი რაკეტა მაქვს. და ეს არის ერთი პოინტი, ასე ვთქვათ, ერთი დასკვნა, რის გამოც მე ვამჯობინებ სიღრმისეულ თერაპიას, ვიდრე სალაპარაკო თერაპიას. მეორე არის ის, რომ ტრანსპერსონალურმა ფსიქოლოგიამ, რომელიც სტანისლავ გროფის დაარსებულია, მაგრამ არა მხოლოდ, სხვათა შორის, მე ვიცი, რომ შენ ხარ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დიდი მოტრფიალე და სხვათა შორის ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის დაარსებაში მარტო გროფს არ მიუღია მონაწილეობა, იქ მიიღო მონაწილეობა ძალიან ბევრმა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მამამ, მათ შორის აბრაჰამ მასლოუმაც. ანუ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია არ არის მხოლოდ გროფის ნაშიერი, ეს არის ლოგიკური გაგრძელება სიღრმისეული ფსიქოლოგიის, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ უილიამ ჯეიმსმა, შემდეგ გააგრძელა ფროიდმა, შემდეგ იუნგმა, რაიხმა, ადლერმა, შემდეგ აი ჰუმანისტებმა, მასლოუმ, როჯერსმა და ეს არის უბრალოდ სიღრმისეული ფსიქოლოგიის კიდევ უფრო გაღრმავებული ვერსია. და მეორე არგუმენტი ჩემი მის სასარგებლოდ არის ის, რომ ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიამდე ფსიქოლოგიამ ჰქონდა თავის რუკაზე მხოლოდ ერთი პუნქტი. ეს იყო ბავშვობის ტრამვები. ტრანსპერსონალურმა ფსიქოლოგიამ ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით და LSD ფსიქოთერაპიის მეშვეობით აღმოაჩინა დაბადების 4 ტრამვა, ასევე წინაპრების გან გამოყოლილი ტრამვები, ეგრეთ წოდებული წინაცხოვრების ტრამვები, შემდეგ ასევე ტრანსცენდენტალური, ტრანსპერსონალური გამოცდილებები, ისეთები როგორიც არის, თქვათ, სხვა არსებებად საკუთარი თავის განცდა, მათ შორის ვთქვათ, მცენარეთ თავის განცდა და ისეთი ტრანსცენდენტული გამოცდილებები, როგორიც არის არქეტიპულ პერსონაჟებთან ურთიერთობა და სამყაროს მთლიანობის განცდა და რაღაც კოსმიურ სულთან ზიარების და კოსმიურ სულად საკუთარი თავის განცდა და ასე შემდეგ, რაც ყოველფეხის ნაბიჯზე გვხდება ჰოლოტროპული სუნთქვის დროს და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ფსიქიკა რომელიც მანამდე ფსიქოლოგიას ეგონა მხოლოდ უარყოფით კონტექსტში განიხილავდა, ანუ მხოლოდ ის, რაც უნდა განიკურნოს, მხოლოდ ტრამვები და მხოლოდ უარყოფით შინაარსები,
ეს ტრანსპერსონალურმა ფსიქოლოგიამ გაზარდა 1 პუნქტიდან 11 პუნქტამდე. და სხვადასხვა პირველი იყო ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, მანამდე იყვნენ ერიკ ფრომი და ბევრი, მაგრამ ესე გამოკვეთილად პირველმა აბრაჰამ მასლოუმ ჩამოაყალიბა, რომ არ შეიძლება ადამიანის სულიერი სამყარო მხოლოდ უარყოფითად ფასდებოდეს, რომ მხოლოდ განსაკურნი მასალა, იმიტომ რომ აბრაჰამ მასლოუმ დაასახელა, რომ ბედნიერებისკენ სწრაფვა, თვითაქტუალიზაცია, თვითრეალიზაცია, აი თავის საკუთარი ეგოდან გამოსვლის და უფრო ცნობიერების გაფართოების მდგომარეობა, ემპათია და უამრავი ასეთი რამ, ესეც ადამიანის სულიერი სამყაროს ნაწილია. და ეს კიდევ უფრო გააღრმავა შემდეგ ეს გააღრმავა ტრანსპერსონალურმა ფსიქოლოგიამ. და რატო უნდა და მე მგონია რომ სალაპარაკო ფსიქოლოგია არის გუშინდელი დღე, იმიტომ რომ არ შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ფსიქიკის 1 პუნქტით, როდესაც გვაქვს 11 პუნქტი. და კიდევ ერთი არგუმენტი ამის სასარგებლოდ არის ის, რომ რეალურად ფსიქოდელიური თერაპია და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია ჩადის ისეთ შრეებამდე, რომლებიც მე ამას ვეძახი საბაზისო მდგომარეობებს. ანუ, როდესაც იქმნება რაღაცა ემოციური ფონი, მაშინ, როდესაც ჯერ ადამიანს ტვინში ჩამოყალიბებული არ აქვს გრძელვადიანი მეხსიერება. ეს არის წლინახევრის ასაკამდე. ანუ დაბადების მომენტში, მუცლად ყოფნის მომენტში, 1 დღის ასაკში, 2 თვის ასაკში ძალიან დიდი საბაზისო უარყოფითი ემოციები შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომელმაც განსაზღვროს მთელი ფსიქიკის მთელი ხასიათი და მიმართულება. და სალაპარაკო ჟანრის ფსიქოლოგია უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჩადის აქამდე. და ჰოლოტროპული სუნთქვის დროს მე ძალიან ხშირად მქონია შეხება და გროფსაც აქვს თავის წიგნებში აღწერილი ის, რომ ადამიანები ხედავენ თავის დაბადებას უშუალოდ. ეს არავინ არ იცის როგორ ხდება. და რანაირად ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია მეცნიერულად, ამის ამოხსნა ჯერჯერობით ძალიან რთულია, რომ როგორ ხდება, რომ ადამიანი ხედავს იმ მომენტს თავის თავს გვერდიდან, როგორ დაიბადა, როგორ აი მაგ ერთი მაგალითი მახსენდება, როგორ მიუყვანეს დედას, დედა როგორ შეტრიალდა, იმიტომ რომ პოსტმშობიარობის დეპრესია ჰქონდა და არ მიიკარა თავისი შვილი და ამის გამო შვილი აი ეს ადამიანი 50 წლის ასაკში ჰოლოტროპული სუნთქვის დროს აცნობიერებს, რომ მთელი ცხოვრება მისთვის სამყარო დაკეტილი იყო და ეს იყო მთელი მისი დეპრესიის მიზეზი და აქამდე და აი ამასთან შეხება მას აი ამ დეპრესიისგან პირდაპირ განთავისუფლებას აძლევს. მაშინ, როდესაც რამდენი წელიც არ უნდა იმუშაო ამ საკითხზე ვერბალურად, ვერ ჩადიხარ ფიზიკურად მანდ. ეს კიდევ ერთი არგუმენტი, შემდეგი არგუმენტია. ლევან, დამავიწყდება ეს არგუმენტი. კაი, ეხლავე იმას ვიზამ. კაი, შემდეგი არის კუნთოვანი ჯავშანი, რომელიც ვილჰელმ რაიხმა აღმოაჩინა და დღეს შენ იცი რომ სხეულზე ორიენტირებული თერაპიები ძალიან მოდაში შემოვიდა, იმიტომ რომ ყველა ხვდება რომ სხეულზეა სწორედ გადის განკურნება სხეულზე, იმიტომ მთელი ჩვენი ემოციები სხეულსა აქვს დამახსოვრებული და მე მინდა ჰოლოტროპული სუნთქვის საამაყოდ თქვა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეთოდი გამოჩნდა, თავისი ეფექტურობით ჰოლოტროპულს ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ შეედრება, იმიტომ რომ ჰოლოტროპული პარალელურად სხეულზე გენიალურად მუშაობს, ყველაზე ძლიერად მე რასაც ვხედავ. და მე ჩემი კითხვაა, რას უშვება ამას სალაპარაკო ჟანრის ფსიქოლოგია, რომელზეც შენ პასუხის გაცემა მოგიწევს. კი, თუ დამავიწყდა, უცებ შემახსენე. ხო, აქ ვჩერდები. და გადმოგცემ სიტყვას შენ, ეხლა შენ გაქვს, რახან მე 5 წუთზე მეტი ვილაპარაკე, მე მგონი, შენც გაქვს ამდენივე დრო, დაახლოებით 10 წუთი და გთხოვ ჩამოაყალიბე შენი პოზიცია ამ ყველაფრის საპირისპიროდ. აუცილებლად. ნუ პირველ რიგში მეც რახან ემოციას მნიშვნელობას ვანიჭებ დიდს, უფრო ემოციური ნაწილით დავიწყებ რა და ვიტყვი, რომ სიმპტომი ზოგადად, რაზეც ახლა იყო საუბარი, სიმპტომების მოხსნა, სიმპტომების გადალახვა, სალაპარაკო თერაპიის, ერთ-ერთი ის იყო ხო შედეგი, რასაც შენ ამბობდი.
ან მართვა. თვითონ სიმპტომი არის დანახული სხვანაირად. ნახე, დროა რომ სიმპტომიც გავიგოთ და გავიაზროთ, რომ ცოტა სხვა მოვლენაა. ეს არ არის უბრალოდ ის, რომ ვიღაცა არის ავად და აი სიმპტომი არის, რომ წარმოიდგინოს სიცხე. ხო და სიცხეს რო აძლევს ადამიანს, ხო? პრობლემად აღიქმება სიცხე. ესეა ხოლმე. ჩვენი ფსიქიკა ასეა მოწყობილი, სიცხე ჩანს, სიცხემ შემაწუხა, სიცხეა პრობლემა, მაგრამ სიცხე პრობლემა კი არ არის, სიცხე არის ჯანმრთელობა. პირდაპირ, იმიტომ რომ სიმპტომი იმაზე მომცა, რომ ჩემი ორგანიზმი ახლა იბრძვის, იმიტომ რაღაცა შემოიჭრა იქ. და იმუნიტეტმა მისცა რეაქცია და აიწია სიცხე. თუმცა ეს ძალიან გავს ფსიქიკურ პროცესს, იმიტომ რომ თუ სიცხემ ძალიან აიწია და ვერ დავაგდეთ, შეიძლება ზედმიაყოლოს ჯანსაღი ორგანიზმის ნაწილები. აი ასე მუშაობს უბრალოდ ჩვენი ფსიქიკური იმუნიტეტიც, ნახე? და როდესაც შენ შედეგზე საუბრობ, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჰოლოტროპულში რაღაცნაირად იძირები შენ სამყაროში და იქიდან სწრაფ შედეგზე გადიხარ. და სალაპარაკო თერაპიას შენ როგორც არ ქმევ, მაგას მე ცალკე შეგეკამათები, რამდენად სწორი სახელია. მაგრამ ეხა ამას ვიტყვი, რომ იმას შეიძლება სხვანაირად აქ და ნელა მიდის და ასე შემდეგ. მაგრამ მუღამი ის არის, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი გვავიწყდება ეხლა. შენ როცა ამას საუბრობ და ეს არის გარემო. ხო და შენ რო ეხლა ჰოლოტროპულზე შედეგს დებ და ის ადამიანი რო ერთი კვირის მერე აქ თბილისში რო წამოვა და ისევ რო აღმოჩნდება გარემოში, რომელიც მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ წამოვა. მე არაფერს არ ვამბობ ჯერჯერობით, იმიტომ შენი თქმა უნდა. მომწამლავ გარემოში ბრუნდება მიხდი და ეს მომწამლავ გარემოსთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, თავიდან ისევ წარმოშობს სიმპტომებს. იმიტომ რომ თუ ჯანმრთელი ხარ, თუ შენ შეჭამ გაფუჭებულ საჭმელს, გული აგერევა რა. და ზუსტად მაშინ იწყება ორგანიზმის არაჯანმრთელობა, როდესაც ჭამს რაღაცა ცუდს და გული არ ერევა. ეს ცნობილი ამბავია, ორგანიზმს აღარა აქვს თავი, რომ რეაქცია მისცეს. და აი ამას ეძახიან ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური სკოლა ჯანმრთელობას. რომ ადამიანი რაღაცა შხამებს სვავს და გული აღარ ერევა და ურა განიკურნანდი და რა კარგად არის. ანუ კარგ ხასიათია, გაიგე? ჭყალებში ვლაპარაკობ, ეგ არ მიიღწევა, იმიტომ რომ საბედნიეროდ ადამიანში ჯანმრთელობის კოდი საკმაოდ მძლავრია. ამიტომაც სიმპტომს გეშტალტიდან თუ გინდა რომ გიპასუხო, პერლს იხედავს ჯანმრთელობად და არა ავადმყოფობად და ეგრეა. ძველი სკოლა ასე იყო მიმართული, რომ სიმპტომი არის პრობლემა და ვაიმე ადამიანი ამარ. პრობლემა არის გარემო. ბოდიშ. პრობლემა არის გარემო, მიხდი და სიმპტომი არის უბრალოდ ლოგიკური, ჯანსაღი რეაქცია იმაზე, რაც გარემოდან მომდინარეობს. ამიტომაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანო ადამიანი ტრავმირებული ველიდან, რომელიც გინდა 11 ტრავმა იყოს, გინდა 1 იყოს, ფაქტია, რომ ტრავმირებულები ვართ. ჩვენ მე ამაში ძალიან ვეთანხმები გაბორმატეს. და მე მეცად გეტყვი. ფსიქოლოგია ამაზეა. ეხა ძაღლებზე რო ვილაპარაკეთ, ხო წყნარად ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ დავიტრაუმეთ ეხა ამით. ეს რო გავიგეთ, ეს ტრავმა გადავრცელდა ეხა საქართველოს მასშტაბით. ვინც ეხა ეს მოისმინა. შედოლობაში გქონდეს რომ შეზღუდული გაქვს დრო, ეს არის შენი. შენ არის ნერვიულო მაგას. ხო, იმიტომ რომ მე ხო განხილვა მერე იქნება. ეხლა შენ აყალიბებ შენ პოზიციას. ვაყალიბებ და აი ამ ტრავმების გარემოში რო ადამიანს სიმპტომი საერთოდ ჩაეხშოს, ეგ ჩემთვის არისუტოპია. მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიცვალოს გარემო. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გარემოზე და მაგ შემთხვევაში შეიძლება მივახციოთ სიტუაციას, სადაც განკურნების შემდეგ რელაფსი აღარ დადგება. ეს ზოგადად რო გითხრა, რას ვფიქრობ ადამიანის უკეთ გახდომაზე. ანუ სიმპტომში მე არ ვხედავ პრობლემას. სიმპტომი არის პირიქით ჯანსაღი რეაქცია და მანიშნებს, რომ აი ხიჭვი შემერჭო მეტკინა. ესე იგი ხიჭვი არის მისახედი რა. აი ეს არის სიმპტომი. ეხლა რაც შეეხება სალაპარაკო ფსიქოლოგიას, რამდენად სწორი სახელია და როგორი სიტუაცია. ეხლა შენ როგორც აღწერე ლევან, ეგ მართლა გუშინდელი დღეა და საერთოდ ყველა სკოლა, მათ შორის ჰოლოტროპულიც, თუ გაჩერდება იმაზე, რაც დღეს იპოვა და აღმოაჩინა და იტყვის, რომ всё, მე ვარ უნაკლო და აი მე როგორი კაი შედეგები მაქვს, ამას თუ გააკეთე. გეთანხმები, აბსოლუტურად. იქვე წავა უკან. ხო და ეს სალაპარაკო ჟანრი შენ რასაც აღწერ, ეგრე დაიწყო შენ როგორც ეხლა საუბრობ. მაგრამ დღეს ეხლა მე რავი კონფერენციები გინდა, ვორქშოპები გინდა, სადაც გინდა რომ მივდივარ. ეხლა გეტყვი რა პალიტრა აქვს დღეს სალაპარაკოთ, შენ რასაც რაც ხავ მაგ ფსიქოლოგია. მე არა, ეს არ არის ჩემი ტერმინი. მესმის, ეს ცნობილი ტერმინია. სალაპარაკოს რო ამბობ, ძველ სიტუაციაში კეტავ ამას, იმიტომ რომ აი ეხლა მითხარი როგორ შეიძლება მაგალითად სუნთქვითი ვარჯიში იყოს სალაპარაკო თერაპია. არა და ვიყენებთ ამას. ჩვენ ყველა აბსოლუტურად ყველა გეშტალტ თერაპევტი ვიყენებთ სუნთქვაზე დაფუძნებულ უამრავ ტექნიკას. ეს ერთი. ვიყენებთ სხეულზე ცენტრირებულ, არა მხოლოდ თვითგამორკვევას, არამედ მოძრაობით თერაპიას. ესეც უკვე სალაპარაკო, ნახე, სიტყვა ვეღარ აღმიწერს, იმიტომ რომ ეს იყო საფუძველი, ლაპარაკით დავიწყეთ.
მაგრამ ეხლა მანდ აღარ არის. თუ ვინმე კლასიკურად მანდ არის, ну ის ჩაკეტილი ვაკუუმია და რა თქმა უნდა შედეგი არ იქნება ჯერ ერთი იმიტომაც რომ ჩვენი ფსიქიკის მოთხოვნაც შეიცვალა. ადამიანი არ არის სტატიკა. შეიძლება, არ ვიცი, 100 წლის წინ საკმარისი იყო ეგ სალაპარაკო და მხოლოდ სოკრატეს კითხვების დასმა. ხო? მაგრამ ეხლა სხვა მოთხოვნა არის უკვე. ახალი მოთხოვნები მოდის რა. და ის თერაპია, რომელიც ინტეგრირებს. ნახე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სუნთქვა დაინტეგრირებულია უკვე, სხეულზე ცენტრირება დაინტეგრირებული არის, ეგრეთ წოდებულ სალაპარაკო თერაპიაში. მერე არის მანდ ჰიპნოტური ველი, რომელიც ძალიან ხშირად მოდის, იქ თქნარებები და ძილის იმაში გადასვლა და გარემო რო იბლარება. ეს ყველაფერი ჩემ თავზე მაქვს, ჩემი პრაქტიკით გამოცდილი და მინახავს სხვის პრაქტიკაშიც. ანუ ეს თავისით ხდება, იმიტომ რომ ნახე, როჯერსიდან ამოვალ ხა ჰუმანისტური თერაპიის ახლა მთავარი მუღამი რა არის, რომ შენ თუ გარემოს უქმნი ადამიანს. ადამიანი არ არის პასიური მიმღები, როგორც ახალშობილი ბავშვი, რომელსაც ისიც კი არ არის. ნახე, რაც უდად ხედავ ახალშობილ ბავშვს, ამ წამს გავაცნობიერე. ისიც არ არის პასიური მიმღები. ეგ ჩვენ გვეჩვენება, რომ ესე უნდა დაიჭირო და ძუძუ უნდა აწოვო, მაგრამ რეალურად და ის რეალურად არაფერს არ აკეთებს ვითომ. რამ ხელა შრომასდებს იცი, იმისთვის ყბების ამოძრავება იცი რა არის და ის რომ უნდა ჩაიდოს ეს პირში ეს ზუძუს თავი და გამოწოვოს და იქ წვალობს და ტკივა და შია და ნუ ძალიან შრომობს რა და აქტიური ტიპია. ძალიან აქტიური, ყველა ბავშვი არის აქტიური და ამიტომ ესე დანახვა რომ აი თერაპიაზე მოვა და მე მას ვუშველი, ეს არ არის სწორი, მე ვერ უშველი მას. ნახე, ეგ თუ გავაკეთე, კიდე უარესად გახდება. ეხლა რა არის თერაპიის მუღამი, ნებისმიერის რა, ჰოლოტროპულიც მაგ მუღამზე დგას და იმიტომ აქვს შედეგი. და სალაპარაკო თერაპიასაც აქ ხოლმე აი გამოვიყენებ ამ ტერმინს. ეს მიდგომა თუ აქვს, მაშინ იმუშავებს და რა მიდგომაა ახლა ეს? უბრალოდ იქნება დაცული სივრცე და გარემო, რომ ეს გაპასიურებული, ეს გარემოსგან როგორ გითხრა, თავის თავში ჩატრიალებული მე, რომელიც ჰოლოტროპულის დროს ტრანსულად არის მოცემული და ლაპარაკის დროს ფხიზლად და ორივე არის ადამიანი. ეს ორი ერთმანეთის შემავსებელი პოლუსებია რა. ის ტრანსიც მე ვარ. და ეს ფხიზელი მეც მე ვარ. ამის როგორ გითხრა, გაცალკევება არ ხირს და ორივე ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი გამოცდილებაა. ეხლა ტრანსის დროს შინაგანი მკურნალი მე გაუცნობიერებლად მეხმარება. ანუ მე არ ვარ იქ როგორ გითხრა, ყოველდღიურად როგორც ვცხოვრობ და ასე ვთქვათ ურთიერთობ სამყაროსთან, მაგ მდგომარეობაში არა, ალტერნატიულ მდგომარეობაში ვარ, რომელიც ძალიან ძვირფასი და საჭიროა. მეორე სხვა სალაპარაკო თერაპიის დროს მე ის ვარ, რაც ვარ ხოლმე, არ ვიცი, სამსახურში, კაფეში რო შევდივარ, ავტობუსში რო. ეგ სტეითი მაქვს რა და ეგეც დასამუშავებელია. არ არის მარტო ის დასამუშავებელი. და ეხლა ნახე, შეგიძლია რომ რაღაცნაირად შეკრა შენი ის, რომ უკვე გადავიდე დიალოგი. ჯერ მაქვს. სხვათა შორის გაგივიდა, მაგრამ არა უშავს კაი. ჯერ კაი საათი მაქვს შიგნით. ეხლა ნახე, გარემო თუ შეიქმნა ისეთი, რომ საერთოდ რა არის თერაპია? თერაპია არის პლუს მინუს მშობელი შვილის ურთიერთობის მოტანა რა. და ეხლა ნახე, თუ მშობლის ენერგია დააკლდა ადამიანს, მაგ შემთხვევაში იწყება უფრო მეტი პრობლემები. მაინც იქნება პრობლემები. იდეალური მშობლების რო ყავდეს, იმიტომ გარემო არის საშინელი, მაგრამ ნუ წარმოვიდგინოთ ესე, რომ თუ მშობლის ენერგიაც დააკლდა, აი რაში მდგომარეობს მშობლის ენერგია, ხო? აი რას აძლევს ბავშვს? რაღაცა საფუძველს, სადაც იმას შეუძლია რომ ითამაშოს და თამაშით ისწავლოს სამყარო და იყოს დაცული. უსაფრთხოებას. არ ელოდოს რომ მე რო ფეხს გადავდგავ, დამარტყავენ და ფეხს რო გადმოვდგავ, შეურაცხყოფას მომაყენებენ, დამამცირებენ, კუთხეში აი ამას რო არ ელის რა. და ამიტომ როჯერსი არის გენიოსი რა. მაგან იპოვა რომ თუ თერაპიაზე შენ შეგიძლია პოზიტიურად შეხედო ადამიანს და ის ეგრევე გრძნობს. ეგ ხო ვიცით, სარკისებით და ირონებით რომ ვიგებთ ერთმანეთის განწყობას, ხო? და თუ მან იგრძნო დაცულ გარემოშია, თვითონ აკეთებს ყველაფერს. თუ ტრანსი ჭირდება, ტრანსში გავა. დამიჯერე მინახავს ეგ რა. თუ სიფხიზლე ჭირდება იმ წუთში, ანუ მაინც შინაგან მკურნალს ეკონტაქტები რა, ოღონდ სხვა მეთოდით. უქმნი გარემოს, სადაც ის საკმარისად დაცულად გრძნობს თავს და ამოძრავდა ჯავშანი ნელ-ნელა რა, გაიშალა მხრებში. ხო და ნუ ეს ცოტა რწმენის კატეგორიაა, ამას ახლა ბეჭედს ვერ დაარტყავ, რასაც ვიტყვი. მაგრამ ნუ აი მე ესე მწამს, რომ აი 90 წლისაც რო იყოს და 100 წლისაც რო იყოს, ის აქტიური თანდაყოლილი მე მაინც არის იმ ადამიანში მოცემული რა. მაინც შეიძლება იმის გამოფხიზლება ხარდამჭერ გარემოში. და ეგრევე კონსტრუქციული ხდება. კი ბატონო. ურემზე ვერ ვთქვი, მაგრამ ნუ რას. კაი, მიდი თქვი არა რა. ეხლა ნახე, იმისთვის ვართ რომ ვთქვათ და არა ერთმანეთს ვაჯობოთ, ხო? არა, თავი. ურმის და იმის შედარება კიდე რაკეტის, ეგეც საინტერესოა რომ ესე ხედავ.
თუმცა არ მიგვირს რომ ეგრე ხედავ და მეცაც გეტყვი ზოგჯერ ვზივარ და ვფიქრობ რომ შეიძლება არ მუშაობს თერაპია. მე მქონია ეგ ფიქრები რა, დასამალი რა არის. როდესაც კრიტიკულად განვეწყობიან რომ დავინახავ რამდენი ვიშრომე შრომა ჩემ თავზეც, მეც ჩემ თავზეც უმუშაობ, ხო, თერაპიაზეც დავდივარ და ასე შემდეგ და ზოგჯერ მომდის ეს რომ იქნება არ მუშაობს რა. და მე ჩემი არაჩვეულებრივი სუპერვიზორია მარტინ ჯარა ჩეხი და იმასაც უთქვია ეგ რომ ერთხელო გამიჩნდა სრული განცდაო რომ არ მუშაობს თერაპიაო და წერილები დავწერეო და მინდოდა რომ ჩემი კლიენტებისთვის გამეგზავნო ბოდიშის წერილებიო რომ მე ისინი ვაწვალე და მათგან ფული ავიღე წარმოიდგინე ანუ რამხელა კითხვის ნიშანი დაისვა რა მაგრამ თვითონ ეგ და რამხელა გულწრფელობა ამ ადამიანის მხრიდან კი მაგრამ ეგ სივრცე რო არის დარჩენილი რომ იქნება არ მუშაობს აი ზუსტად მანდ ჩანს რომ შეიძლება ზუსტადაც რომ მუშაობდეს რა. იმიტომ რომ ფაშისტური მიდგომები რომ ესეა და უეჭველი აი რელიგია მაგალითად მაგას არ გეტყვის რომ მე შეიძლება ვერ გეხმარები. კაი, სხვათა შორის მე ხა ჩავთვლი რომ შენი პასუხი უკვე გამეცი და გეტყვი ეს რაღაცას რომ ჩემი არგუმენტი არ ყოფილა ის რომ სალაპარაკო ფსიქოლოგია არ მუშაობს და თქვათ ტრანსპერსონალური მუშაობს. რა თქმა უნდა მე ესე არ ვფიქრობ. მე ვთვლი რომ სალაპარაკო ფსიქოლოგია ძალიან მაგრათაც მუშაობს, მით უმეტეს ძალიან კარგი თერაპევტის ხელში, მაგრამ ურმის და რაკეტის ის იმიტომ მოვიყვანე რომ მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ არის განსხვავებები მაინც. სისტრაფეზე მეუბნები. ეგეც უნდა გითხრა. ხო, სიღრმე, სისტრაფე. აი მე ხლა შევეცდები დავასაბუთო და მართლა მაინტერესებს შემდეგ შენი აზრი. როდესაც აი ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის დამაარსებელს სტანისლავ გროფს კითხეს რომ როგორი იქნება ფსიქოლოგია მომავალში, მან გასცა ესეთი პასუხი. რომ მომავალში ის რასაც დღეს ქვია ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია, ამას დაერქმევა ფსიქოლოგია. და შემდეგ წამოვიდა კითხვა რომ თუ ამას დაერქმევა ფსიქოლოგია, რასაც დღეს ქვია ფსიქოლოგია, იმას რა დაერქმევა და ეგეთი რამე აღარ იარსებებსო. ეს მისი აზრია. რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ მე ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში არ მოვიაზრებ მხოლოდ რო პულს უმთქვას. ბევრად უფრო ძლიერი მეთოდებიც არსებობს. და უკვე მეცნიერულად დასტურდება, რომ ეს მეთოდები მუშაობს და უსაფრთხოა, მე მხედველობამში მაქვს არა რაღაც ქუჩის თემები, არამედ მსოფლიო ფსიქოდელიური ასოციაციის მიერ ბეჭედ დასმული და ესე ვთქვათ აპრობირებული და გამართლებული მეთოდები ფსიქოდელიური თერაპიების სხვადასხვა სახეობების განსაკუთრებით დღეს პოპულარულია მსოფლიოში იმიტომ ძალიან ბევრი ის ჩატარდა სამეცნიერო კვლევა და დადასტურდა რომ ფსილოცებინის ასისტირებული პროფესიონალურად სწორ setting-ში ანუ გარემოსა და სწორ გარემოში პროფესიონალების მიერ ჩატარებული თერაპია არის უბრალოდ სასწაულებრივი შედეგების მომტანი, მაგალითად იყო კვლევა იმაზე, რომ ჩაუტარდათ ესეთი თერაპიები იმ ადამიანებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებები აქვს და რომლებიც რამოდენიმე თვეში სიკვდილს ელოდებიან და აქვთ ამის გამო ღრმა დეპრესია, შფოთვები და ასე შემდეგ და აი ეს ფონი, დეპრესიული და შფოთვითი ფონი თითქმის მთლიანად მოეხსნათ ამ ადამიანებს და ისეთი პროცენტულობით იყო შედეგი, რომლებიც საერთოდ არ განიხილება არც ერთ თერაპიაში, თქვათ, აი მაგალითად რაღაცა 72, 87 და ასე აი ესეთი მაღალი პროცენტულობით იყო და ეს ადამიანები, რომლებიც წინა დღეს თავს იკლავდნენ ერთდღიანი თერაპიის შემდეგ ახლობლებს, გაბრწყინებულები და დამშვიდებულები აწყნარებდნენ, რომ მე არ მივდი, მე კარგად ავარ და შვიდად მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან და მათ განმეორებითი გამოკითხვა რომ უტარდებოდა თვეების და ზოგჯერ 1 წლის და წელიწადნახევრის შემდეგაც კვლევები სტატისტიკურად დადასტურდა, რომ შედეგი იყო ყოველთვის შენარჩუნებული. და როდესაც ესეთი სახის თერაპია გვაქვს, მე ამას ვეძახი რაკეტას და იგივე სახის
შედეგებზე გადის ჰოლოტროპული სუნთქვაც, უბრალოდ სამწუხაროდ აი ეს სამეცნიერო აკადემიური ესე ვთქვათ ესტაბლიშმენტი ძალიან ჯიუტად თავს იცავს ესეთი თერაპიების მიღებისგან, იმიტომ რომ გეშტალტი არ განეკუთვნება მაგას. გეშტალტი განეკუთვნება, იმიტომ რომ გეშტალტი ოფიციალურად მიღებულია ამ სამეცნიერო აკადემიურ წრეებში, მაგრამ მიღებულია, მაგრამ გეშტალტი არ ამბობს რომ მე მეცნიერული ვარო, იცი? ხელოვნება უფრო ვარო, შედაპირესი ამბობს. აი, საერთოდ ფსიქოლოგიის მეცნიერულობა ცალკე თემაა და ამას შეიძლება მერე ვისაუბროთ, მაგრამ უნდა გითხრა რაღაც რა. ბოდიშ დავამთავრებ, თუ შეიძლება, რისი თქმა მინდა, რომ უყურე რა, როდესაც მე ვხედავ, რომ ჩემთან მოვიდა ადამიანი, ეხლა შეიძლება პირი დააღო, მაგრამ ეს ფაქტია და მე ეს უნდა ვთქვა, დისოციატიური აშლილობით, როდესაც ადამიანს აქვს ორი სხვადასხვა პიროვნება, რეალურად სამი, და ამას უყურებს თავის თავში და მიდის ფსიქიატრთან და ფსიქიატრი წამლების მეც ვერაფერს თავაზობს და მოდის ჰოლოტროპულზე და სამდღიანი თერაპიის მერე მეუბნება რომ მე განვიკურნე, მე აღარ მაქვს ორი პიროვნება, მე ამას ვხედავ და მე ამას ვამოწმებ 3 თვის მერე, 6 თვის მერე, 9 თვის მერე და ადამიანი ადასტურებს რომ ეს შედეგი მყარია, მე დიდი ბოდიში და მე მაქვს პრეტენზია იმაზე რომ ვთქვა რომ ეს არის რაკეტა ურემთან შედარებით. სხვა მაგალითს ვიტყვი, როდესაც ადამიანი იგივე საკუთარ დაბადებას ხედავს და ამის მერე იკურნება კლინიკური დეპრესიისგან, როდესაც ადამიანი მოდის აბსოლუტურად დანგრეული ფსიქიკით და ამბობს რომ მე ვგრძნობ რომ დესტრუქციული ვარ, მე თვითონ უტარებ საბოტაჟს ჩემ თავს და რაც წამოვიწყე ყველაფერი მე თვითონ დავანგრიე და ვერ ხვდები რატო ვაკეთებ ამას და მე ის შემყავს ჰოლოტროპულ მდგომარეობაში და იქ ის ხედავს 3 წლის ასაკში როგორ დააკვლევინეს ქათამი. და თვითონაც რო წარმოდგენა არ ქონა ამას ისე დეტალურად გადის თავის ემოციებს რას გრძნობდა მაშინ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და გამოდის და ამბობს რომ მე დავინახე რომ აი ამას რო ვაკეთებდი, ამას რომ აკეთებინებდნენ უბრალოდ იმხელა აგრესია ვიგრძენი და ბრაზი და წყენა ყველას მიმართ, რომ მე მე ვიგრძენი რომ არ მინდა ვიყო ამათთან ერთად, არ მინდა ვიყო ამათი წევრი და აქედან მოდის ჩემი დესტრუქციულობა, რომ მე თუ ჩემ საქმეს ავაწყობ, მე საზოგადოებაში ვეწერები და არ მინდა რომ ჩავეწერო და აქედან გამომდინარე მე მთელი ცხოვრება ვერავაწყე ჩემი ცხოვრება და თითქოს რა შუაშია რა ქათამი რა ამ დროს აი ამ ხელა კავშირი ჩდება და ეს პრობლემა რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება ქონდა ერთ დღეში თავდება და ადამიანი ბედნიერ ცხოვრებას აწყობს, სხვათა შორის პირად ცხოვრებასაც აწყობს, რომელსაც აქამდე ვერ აწყობდა და კარიერასაც მე მაშინ პრეტენზია მაქვს რომ ეს არის რაკეტა და მე ვიცი რომ ამას ვერ მიაღწევდა ვერავინ ვერც ერთ სეანსში და ვერც 10 სეანსში. ეხლა მინდა შენი პასუხი. რამდენიმე პასუხი მაქვს. ერთი ის რომ პირველი რასაც ფიქრობდი მოდი იმას ვიტყვი რომ სისწრაფე ზოგჯერ არის ტრაუმული რეაქცია როცა ადამიანს უნდა რომ სწრაფად ამოხტეს თავისი ტრაუმა ხო მაგრამ როდესაც მოწმდება ეს წლების შემდეგ და შენარჩუნებულია თერაპიული ეფექტი უნდა მეთქვა რა რომ არის შემთხვევა რომ ძალიან ჩქარა ჩვენი გარემო ამას გვეუბნება ჩქარა მიდი დროზე ჩქარა ესე აკეთებს რა და არის შანსი რომ ადამიანი ამას აკეთებდეს აი როგორ ჩაიჭიროს წიხლი ხო მაგრამ იცი შენ არ ითვალისწინებ რომ ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ყველაფერს აკეთებს შენი შინაგანი მკურნალი აქ დაჩქარება არ არსებობს ძალიან ხშირად ხდება რომ ადამიანი მოდის პრობლემით და უნდა რომ სწრაფად განიკურნოს მაგრამ უცებ აღმოჩნდება რომ ძალიან შორი დაიწყებს შინაგანი მკურნალი და ერთი სეანსის მაგივრად 10-15 სეანსი ჭირდება. ანუ აქ ტემპი და რიტმიც იმდენად ჰარმონიულად მიდის, მაგიტომ ამბობ შინაგანი მკურნალი შეცდომებს არ უშვებს. იმან იცის შინაგანი მკურნალი ყოველთვის იმას აკეთებს, რაც შენთვის უსაფრთხოა. ამიტომაც აი ამ არგუმენტს ახლა ნამდვილად ვიცი რა, ანუ შენ ამბობ რომ ზოგჯერ ნელა მიდის ჰოლოტროპული. კი, რა თქმა უნდა, ის მაგრამ ეს ჭირდება, ხო?
როგორც ვის რა ჭირდება, მაგრამ ეს მაინც შედარებით. მე გეტყვი რომ სალაპარაკო თერაპიაც ეგრეა ლევან. ხო, მაგრამ იქ თუ წლებზეა ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი, თქვათ კვირებზე. მე გეტყვი რომ კარლ როჯერსის პრაქტიკაში იყო შემთხვევა, რომ ერთი სესიით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ისე რომ არც იცოდა ამის შესახებ 15 წლის მერე გაიგო. ერთადერთხელ ლაპარაკა 1 საათი. უпростоრეთ მოусმინა. ეს ერთხელ იყო ეს შესნო. ანუ ბევრი იყო, მაგრამ ამას მძიმე кейსი ქონდა ძალიან. ამიტომ არის ძალიან დამახსოვრებელი. აი შენ როგორი პრაქტიკა გაქვს? შენ თქვათ აი ადამიანმა რომ მაგალითად უმძიმეს, მე იცი რა შემთხვევები მქონია? რომ აი მე თვითონაც რო არ დამიჯერებია და აი მაგალითად 10 უმძიმესი ტრამვა უკვე ჩაწერა დამჭირდა, იმიტომ რომ ადამიანი 2 საათ ნახევარი ყვებოდა ინტეგრაციულ ნაწილში უკვე, როდესაც ამას ვარჩევდით. მამასთან ურთიერთობა, დედასთან ურთიერთობა, იქ რაღაც უმძიმესი ტრამვები. 10 ხარო და აი უარესი არ ილევა, იცი? ამდენი წელია პრაქტიკა მაქვს და უკვე 6-7 წელია ჯამში უსმენ ადამიანებს აქტიურად. და აი სულ რომ გონია რომ აი ხა მოვისმინე რაღაც პიკი კოშმარის და ამის მეც ვეღარ მოვისმენ, მე ისევ ვისმენ და აი ეს არის დაუსრულებელი სამწუხაროდ, იცი? აი მძიმეა. ინტერვიზიებზე კიდე ჩემ კოლეგებს გამოაქვთ ხოლმე ამბები და იქაც რო ვისმენ, ანონიმურად რა თქმა უნდა, მაგრამ ამბავს ხო ვისმენ და აი გიждდები ხოლმე რომ რაში ვცხოვრობთ, ეს საერთოდ საოცრებაა რა. ხო და ეხლა მთავარი არგუმენტი უნდა გითხრა ამ ყველაფრის, რაც ბოლოს გამახსენდა. თუ არ გეწყინება იმ ამბავს დავამთავრებ. ანუ 10 ყველაზე აი უმძიმესი ტრამვა რაც კი შეიძლება ადამიანს კონდეს. ადამიანმა გაიარა ერთ სეანსში. ეს ერთი მაგალითი, მეორე მაგალითი, ადამიანმა თავის წინა ცხოვრებიდან მოყოლებული მომავალში გადავიდა და მომავალი ნახა, მომავალი სიკვდილი და რაღაც ეხლა ძალიან ის რომ არ გამომივიდეს, მე აღარ გადავა რა, ბევრ რაღაცებს მე არც ვამბობ, მაგრამ და აი აბსოლუტურად ახალი ადამიანი დაიბადა ჩემ თვალწინ. ერთი მაგალითი, ჩემი მეგობარი გაბრაზებული წავიდა, რომ არაფერი არ გამომივიდა და ეგ არის ხოლმე. ხო, და მირეკავს და მეუბნება, რომ იცი რა, იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე მკვდრის შიში მომეხსნა იმ სეანსზე. ჩემი ბაბუა გავაპატიოსნე და საერთოდ შიში არ და ვერ ვეკარებოდი საერთოდ. სიბნელის შიში მომეხსნა, სიმაღლის შიში მომეხსნა, ისე რა ვქეთ, კლაუსტროფობია 5 უმძიმესი შიში ჩამოцვალა და ეს იმ სეანსზე, რომელზეც ეგონა რომ არაფერი არ გამოუვიდა. ხოლოს ტურზე მეუბნები, ხო? ხო და ახლა მოიცა ხა ისეთი რამე უნდა გითხრა. მიდი აბა. კითხვა დაგისვა თუ მე აღწერო. შენს ყოფილხარ ჰოლოტროპული შენს ჩაგიტარებია და შენს ხო იცი. ჩაგიტარებია და ახლა აღწერ. რა ხდება ჰოლოტროპულზე, იმიტომ რომ მე მეჩვენება რომ შენ ძალიან ცენტრირებული ხარ იმაზე, რომ ეს ხალხი სუნთქავს და მე მესმის, სუნთქვა იძლევა იქ აი მაგ შინაგანი კურნალის გააქტიურებას საკუთარ თავში ჩასვლას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის სეთი და სეტინგი, რასაც შენი გაკეთებ და რაღაცნაირად მეჩვენება რომ ჭრდილშია და მოდი შემოვიყვან ახლა სცენაზე შენი ნებართვით. ახლა ნახე რა ხდება ჰოლოტროპი. ცოტა ვერ ხვდები რას გულისხმობ, მაგრამ ჩვენ თბილისში ვიკრიბებით ხოლმე. ყველას ახსოვს ალბათ ეგ შეკრება, ანუ რაღაცნაირად ვარ დილას ვიღაცა უძილოა, ვიღაცა ეწევა ნერვიულად, იქ ვიღაცას რაღაცა სიმპტომი აქვს, ანუ ჩანს ხოლმე, რა ხთან თერაპევტი რო ვარ და ერთი ავტობუსი რო ივსება, ვხედავ რომ ვიღაცებს აქვთ ნევროტული სიმპტომები, რა ჩანს ხოლმე. ზოგი მოდის კიდეც და ზოგჯერ ეჭხუბებიან ერთმანეთს. მეშინია, ის არის ეს, ну რაღაცა როგორ გითხრა, აი თბილისის ავტობუსში რო სასტავია რო ახვალ. ზუსტად ეგ, ხო? ეგ ჩავსხდებით ხოლმე და მივდივართ რა. ჩამოვდივართ ჰოლოზე. მერე ვისუნთქებთ ამ ჰოლოტროპულს, ხო? მეც ბევრჯერ მისუნთქია და ზოგჯერ არ მისუნთქე, მაგრამ ინტეგრაცია წამიყვანია, ანუ ბევრჯერ მიმონაწილეია რა ხდება და ეხა რა ხდება. აღწეროთ, შემოვდივართ ოთახში, დიდი დარბაზია, იქ მატები აქვს, ყველას ესენი სხდებიან, მერე შენ გამოდიხარ და ესაუბრები ჰუმანისტური გადასახედიდან აცნობ რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა, ხო? ამას აკეთებ ყოველთვის. და როდესაც საუბრობ, ჩანს, ეხლაც ჩანს და ეგ სულ ჩანს ხოლმე შენ საუბრობ, შენი საქმე გიყვარს, შენ ეს ხალხი გიყვარს, გინდა რომ ისინი კარგად იყვნენ. ნახე, ეს მოდის. ეს ახლა შენ შეიძლება რაღაცას მელაპარაკები რაკეტაზე და ურემზე, მაგრამ მე რო გისმენ, ჩემი არაცნობიერიც ხო გისმენს, არა და იქ იგრძნობა, რომ შენ ზრუნვა გამოძრავებს, მიხვდი და არა ის, რომ კატერი იყიდო და გაფრინდე სადღაც, მიხვდი?
ეს იგრძნობა და 1 საათი დაახლოებით ეს ხალხი ცურავს სალაპარაკო თერაპიის მსგავს მდგომარეობაში, სადაც ისინი გაუცნობიერებლად ხედავენ მზრუნველ მამას. თუ გინდა დაგენიძლევები, რომ 80% მაგას ხედავს რა. იქ კადრებიც არის. აბა რა, შენ მერე მიდიხარ ხოლმე იქ თავზე ხელსადებ, როცა სუნთქავენ, ვინც ცუდად არის ეხუტები, გესმის რასაკეთე? მარტო მე არა, ამას ყველა ფასილიტატორი ფასილიტატორი აკეთებს. კი, აკეთებს. მაგრამ შენ რო წამყვანი ხარ, ძირითადი პროექცია და გადატანა მამა ვინ არის აქ, ხო? გაუცნობიერებაზე გელაპარაკები, თორემ ეს რო ვკითხო, კი არ იტყვიან, რომ ეგრე დავინახეთ, რომ ლევანი მამა არისო. ეგ მე გეუბნები ქვევით რა მოხდა, ქვედა სივრცეში და ბანაობს ეს ხალხი იმ ენერგიაში, რაც სამყაროს ისე აკლია, რომ ჩვენ ღმერთს მამა დავარქვით. ანუ იმდენად დიდი ნაკლებობა არის მამის რა. ეს პირველი ნაბიჯი. და მეორე ნაბიჯი, ჩაირთვება მუსიკა და შენ მიყავს, ან ზოგჯერ მეც წამიყვანია და ვიღაცას მიყავს მოკლედ მედიტაცია, რომელზეც მიდის ცენტრირება სხეულზე. უბნები, რომ აბა სხეულში ჩაბრუნდით. ამას სალაპარაკო თერაპია აკეთებს. მედიტაცია ერთ-ერთი თულია. მე ესენი ჩაიძირებიან იმ თავის ხელში და დუნდებიან, ნახე წვანან, მშვიდად, რაღაცა იმ ამობრივ გარემოში, იქ დედობრივიც არის, რა თქმა უნდა, მეც ვარ, ნინია, სხვა თერაპევტებიც ყოლია ხოლმე და ეს დედის და მამის არქეტიპები უკვე გააქტიურებულია და ჩადიან ამ თავის შინაგანი ბავშვის რაღაც მოდუნებულ მდგომარეობაში და მერე სუნთქავენ. მერე იწყება ძალიან აქტიური სუნთქვა. ხო, ეს პროცესის ნაწილია პროცესს აღწერ, კი. და უბრალოდ ვერ ხვდები სად მიყავს. აი ხლავე გეტყვი სად მიყავს. და რომ მორჩებიან სუნთქვას. მერე არის ხოლმე ინტეგრაცია, აღარ აღწერ ინტეგრაციაზე რა ხდება, გასაგებია ხო, რაც განიცადეს, ერთმანეთს უზიარებენ. ნახე, მეც მიზიარებენ და შენც, მაგრამ ერთმანეთსაც უზიარებენ და იქ რა იგრძნობა, ნახე, რომ 40 კაცი რო ზის და ეს რო ყვება, ნუ იქიდან 20 მაინც აქ ემპათია. და ადამიანმა პირველად იგრძნო, რომ ის თავის ტკივილს აზიარებს. შეიძლება პირველად იგრძნო, დამიჯერე, რომ შეიძლება ეგრეა. კი, ძალიან ბევრი საერთოდ პირველად იხსნება ესე ღრმად და სხვათა შორის მე ამბობენ ხოლმე, რომ გაკვირვებულები დადიან, რომ ერთმანეთისთვის ახალგაზრდობილ ადამიანებს ისე გავეხსენით, რომ უახლოეს ოჯახის წევრებსაც არ გავხსნილვართ, თანაც არ გავხსნილვართ არასოდეს. ანუ ეს ჯადოსნური ველი, რომ მე რაღაცას ყვები და 20 კაცი მიჭერს მხარს 40-დან, ან შეიძლება 40-ვე მიჭერს, ეგეც არის ხოლმე, ხო? ვინ როგორ არის კონცენტრირებული. და ანუ მე იმას გეუბნები აქ, რომ მე მესმის, რომ სუნთქვით ჩავდივარ იმ ველში, რასაც მე ვაზიარებ. მაგრამ ერთი სულ მინიმუმ 50% იმ შედეგისა, რაც დგება, არის აი მაგ ლაპარაკით, გაზიარებით, კი, უბრალოდ რა, იცი, მე ხლა მივხვდი, ახლა კი და შენი ნალაპარაკებიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ რეალურად მართლა სალაპარაკო ფსიქოლოგია, მართლა პირობითი ცნებაა, იმიტომ რომ, ნუ თქვენც იყენებთ ტრანსულ მდგომარეობებს და ესე ტრანსული ფსიქოლოგიაც პირობითია, იმიტომ რომ ჩვენც ვიყენებთ სალაპარაკო ნაწილს, მაგრამ აი საკონტროლო პაკეტი აქვს მაინც, აი 51% მაინც სუნთქვას აქვს, იმიტომ რომ იქ თუ სუნთქვა და რეალური ჩასვლა არ მოხდა, რაც არ უნდა მე მათ მამა ღმერთად წარმოვიდგინოს ვიღაცა. წარმოვიდგინოს არაცნობიერმა და მაგრამ არ მოხდება. არ მოხდება ისეთი ღრმა თერაპია. შენ გახსოვს რომ ეუბნები ხოლმე რომ სახში არის სუნთქოთ ესე. გეტყვი რატო არ ვეუბნები? რატო არ ეუბნები? აბა გისმენ? იმიტომ არ ვეუბნები, რომ სხვა შორის ადრე იყო დრო დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ კი რატო არა, მაგრამ მივხვდი, რომ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ქართველები ძალიან ზედაპირული ხალხი არიან. მე როდესაც მე მქონია უცხოეთში რომ ჩამიტარებია და შვედებისთვის, ავიცი, ნორვეგიელებისთვის თუ რომ მithქვამს რომ გააკეთე და მithქვამს ინსტრუქტაჟი რომ აი ეს უნდა წაიკითხო, ეს გააკეთო და დამინახავს რომ რა ვიცი ლამის ჩემს ხო, მაგრამ ქართველებს არ უყვართ არა აქვთ რაღაც აი მე არ მინდა ახლა ესე ვთქვა. ფენომენია ეგ კი. ეს რაღაც კომპლექსურად რაღაცის აღქმა, როდესაც არ შეგიძლია და გაქვს იზარმაცე და არ გინდა რომ რაღაც შრომა ჩადო ამაში. უკვე გამოდის რომ მე არ მაქვს უფლება ესეთ ადამიანებს უთხრა რომ იცი რა მოდი შენს გააკეთე, იმიტომ რომ ის გავა რაღაც ან არ უარყოფით შედეგზე ან უბრალოდ არაფერი არ გამოუვა და ან ინტეგრაციას ვერ იზავს. ან უბრალოდ საშიში გახდება ეს ყველაფერი. კი. აქ უსაფრთხოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ არავითარ შემთხვევაში მეც მან დავარ. და სხვათა შორის მე არ ვაფეტიშებ ჰოლოტროპულ სუნთქვას. იმიტომ რომ
ეხლა მე საერთოდ მუშაობ ახალ პროექტზე, რომელსაც ქვია სინთეზური სუნთქვა, პლუს ინტეგრაცია, პლუს mindfulness. და სხვათა შორის აი შენკენ უნდა წამოვიდე ეხლა შენ გადმოგიყვანე ჩემკენ. ხო, იცი რატო? იმიტომ რომ მე ყოველთვის როდესაც ვამთავრებ ჰოლოტროპული სუნთქვის ტურს, ძალიან დიდი ინსტრუქტორს უტარებ ჯგუფს, თუ რა უნდა გააკეთონ შემდგომ თვეებში იმისათვის რომ ეს შედეგი შეიძლება შედეგი შეინარჩუნო, ეს ერთი ვარიანტია, შეიძლება შედეგი გააუმჯობესო და შეიძლება შედეგი საერთოდ მოსპო. მეორე დღესვე მოსპო. იმიტომ რომ აი მაგალითად ერთხელ ერთი ბიჭი მოვიდა რამოდენიმე თვის შემდეგ და თქვა რომ 3 თვე შედეგი შენარჩუნებული მქონდა, დავფრინავდი, დეპრესიაც მომეხსნა ყველაფერი, მაგრამ 3 თვის მერე დავთვერი არყით და ყველაფერი შებრუნდა და ისევ დეპრესიაში ჩავარდი, ყველაფერი განადგურდა. ხვდები? და მაგრამ განადგურება თუ შეიძლება, გაუმჯობესებაც შეიძლება. თუ კი შეიძლება, სულ. აი ნახე, კიდე ადამიანებს რა გონიათ, რომ მოვა ჰოლოტროპულ სისუნთქებს და წავა და მისი ცხოვრება შეიცვლება. აი ეს არის ძალიან ხო. ეს საერთოდ საკუთარ თავზე მუშაობა, გინდა სალაპარაკო თერაპიით იყოს, გინდა ჰოლოტროპულით იყოს, გინდა სხვათა შორის, მინდა გითხრა, რელიგიით იყოს, იმიტომ რომ არის რომ ადამიანი გამოღვიძებას იწყებს რელიგიით, შეიძლება ყავაზე მკითხაობით დაიწყოს გაღვიძება, ვერ გაიგებ რა, ანუ რაღაცა ხედავს რომ არ კმარა ეს მაგიდა რა. და ეძებს რომ რა არის და აი სულიერ განვითარებას იწყებს და ყველა საპატივსაცემო მე მართლა გეუბნები, მივხვდით იმისა რომ მაგალითად ასტროლოგების არ მჭერა ხო იცი შენ, მაგრამ პატივსაცემო ეძებენ რაღაცას რა. აღმოსავლეთში არის ესეთი ფრაზა, რომელიც არ ვიცი ქართულად როგორ თარგმნო, სისულელი ბეშვეობით გასხივოსნება. ანუ მე შეიძლება რაღაც იდიოტიზმი ვაკეთო, მაგრამ და საერთოდ აი ინდოეთში ეგეთი გაგება არსებობს, რომ ნებისმიერი პროფესიით, ნებისმიერი საქმიანობით შეიძლება მიხვიდე სულიერ გასხივოსნებამდე, იმიტომ რომ ოღონდ ეგ არის პროცესი, ნახე. მე მივედი ორშაბათს ერთხელ ვისუნთქე და წავედი და მგონია რომ ჩემი ცხოვრება всё, ეხლა უკვე უნდა ჩაჯდეს ნორმაში, ხო? ეგ არ არის, დაჟე ეგ შედეგი არ არის. შეიძლება კარგად გავხდი ერთ ჰოლოტროპულზე, მაგრამ ის ვერ გამიგია, რომ ეს არის მუდმივი მუშაობის პროცესი. რა თქმა უნდა, ხო და მე ეს არის ეხლა შენ ჩემი ტკივილია, აი ეს არის ჩემი ტკივილი, მართლა, იმიტომ რომ მე ამ ბოლო დროს საერთოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეთყობა რაღაცას არასწორად ლაპარაკობ მეთქი, იმიტომ რომ სულ მოდიან და აი რა ვქნა, როგორ არ თქვა ის, რომ აი თუნდაც ის რა ვახსენე, რომ აი სამ დღეში რო დისოციატიური აშლილობა განიკურნა, რა ვიცი 5 შიში რომ მოიხსნა ერთ სეანსში, მაგრამ მე სულ აღნიშნავ, რომ ეს არ არის, ეს არ უნდა მივიღოთ, რომ მაინც და მაინც ესე იქნება. შეიძლება ვიღაცას ძალიან დიდი პრობლემა მოეხსნას. ადამიანს სატანა ესიზმრებოდა ყოველ ღამე და 5 წლის განმავლობაში ვერ იძინებდა. და დაიწყო თუ არა, სუნთქვა 5 წუთი არ იყო გასული, წამოხდა, მოყვა რაღაც უზარმაზარ პროცესს, როგორ გამოეცხადა ეს სატანა, როგორ დაელაპარაკა, როგორ გახდა ის მისი მეგობარი და თურმე ეს ბავშვობის ტრამვა იყო, რომელიც მოსმენა იყო საჭირო და ტიპი იძახის, რომ არა, მე ვიცი რომ განვიკურნე, მე ვიცი ზუსტად რომ მე კარგად დამეძინება და თვეების მერე ვამოწმე და აღარ ქონია უძილობა. მაშინ როცა 5 წლის მანძილზე არ ეძე 5 წუთში განიკურნა ადამიანი და როგორ არ თქვა ეს, მაგრამ ამას რომ ვამბობ და მე ვაყოლებ იმას, რომ თქვენ ამას ნუდაელოდებით, შეიძლება შენს პირად შემთხვევაში შენ დაგჭირდეს 20 სეანსი, 30 სეანსი. მე არ ვიცი. საერთოდ რატო უნდა გაჩერდეს სეანსზე და მე წახვიდე და შენი სიგარეტიანი ცხოვრება გააგრძელო. ხო და აი, მაგრამ ეს მეორე ნაწილი არ ესმით ხოლმე. აუცილებლად თავი უნდა მტკიოდეს, რომ კარგად ჩემ ჯანმრთელობაზე ვიზუნო. ნუ ეს ხო იცი ადამიანის ბუნება როგორია. შეიძლება მე ძალიან კარგად ვიყო და მაინც ვისუნთქო ჰოლოტროპული სუნთქვა, იმიტომ რომ კარგად რო ვარ, იმას შეუძლია რომ უფრო წინ წამწიოს. აი ეს და მე მინუსები და რომ ამომყავს ესე იგი. აი ესეც ძალიან მაგარი ეს არის, რა ქვია, იმიტომ რომ ნუ იმას დავამთავრებ, რომ მეორე ნაწილს არ უსმენენ. და ესმით ის, რომ ჰოლოტროპულმა შეიძლება ერთ დღეში რაღაც გიქნას და ეს არ არის, ეს შეიძლება შენ შემთხვევაში ესე არ მოხდეს, და ამიტომ უნდა შევწყვიტო ალბათ ამის ლაპარაკი, იმიტომ რომ მოდიან და გონიათ, რომ აი ერთხელ ისუნთქებენ და დამთავრდა. ყველაფერი ამის შემდეგ იქნება მარტო კარგი. უდა გახდება? ხო და რა ვიცი, რა, ამიტომაც ჩემს ჩემს საავტორო სუნთქვას დავარქვი, სათაურშივე შევიტანე ინტეგრაცია და mindfulness, იმიტომ რომ
აი ამ საკუთარ თავში ღრმად ჩახედვის შემდეგ თუ არ მოხდა შემდეგ თვეების მანძილზე საკუთარ თავზე დაკვირვება და აი ამ ტოქსიური ჩვევებისგან განთავისუფლება და ტოქსიურობისგან და პირიქით დადებით ჩვევებზე გადაყვანა საკუთარი თავის და აი mindfulness-ი, რასაც ქვია, მთელი თავისის იმ მრავალფეროვნებით, ეს თუ არ მოხდა, რომელი ჰოლოტროპული გიშველის და რომელი რავი გინდ გეშტალტ თერაპია და ვერაფერი ხო? ნახე მიშველის და თან რაც არ უნდა კაი შედეგი დავდო, მთავარი გაცნობიერება ალბათ რაც მეც გამიხარდება რომ კონდეს ნებისმიერ სალაპარაკო თერაპიის კლიენტს ან ჰოლოტროპულის ჰოლონავტს ხო იქნებოდა რომ მოდი მე დღეიდან ჩემს სულიერ სხეულზეც ვიზრუნებ რა, იმიტომ დილას ხო კბილებს ვიხეხავთ და ღამეც ვიხეხავთ. მე არ ვიცი დღეს უკვე მაგაზე ცნობიერება ამაღლდა და ვარჯიშობ ხალხი. იცი რა მაინტერესებს გეშტალტ თერაპიაზე შენ არ გაქვს ეგ პრობლემა რომ აი შენ აძლევ შედეგს და ისინი მიდიან და მე ამ შედეგს აფუჭებენ. სხვათა შორის არ შემიმჩნევია რა. ალბათ იმიტომ რომ სწრაფ შედეგს არ ვდებ მე და ამიტომ ესეთი მკაფიო მე ჩავარდნას ვერ ვხედავ ხოლმე რა. ჩემთან ნელა მიდის პროცესები სამაგეროთ ისე რა. აი მე შედარებით მეტი სიმყარით, მაგრამ ნუ იქაც არის რელაფსები რა თქმა უნდა. ნუ გარემო არის ძალიან მომწამლავი, ლევან ეს არის ჩათვალე, ანუ ცურვას ასწავლი ქვიშაში რა. ხო, აი წეგან რომ მითხარი რომ შენგან რომ მიდიანო ტოქსიურ გარემოში, შენგანაც ხო მიდიან ტოქსიურ. მიდიან მე აბა რასაკეთებენ. ანუ გარემოს თუ არ შევცვლით, ჩვენ ფაქტიურად ისა გვაქვს რა. ყავარჯინის ფუნქცია გვაქვს ეგრე გამოდის. ან მაშინ იმას თუ ცნობიერება შეეცვალა და ის თუ დადგა უზნაძე გენიოსი როგორ არ ვახსენო რა იმ განწყობით თუ შეხვდა ცხოვრებას რომ მე ხა ჩემ სულზეც ვზრუნავ ან ჩემ ფსიქიკაზე და მოდი ახლა ჰიგიენას მარტო კბილებს კი არ გაუკეთებ ან კუნთებს მოდი ჩემ ფსიქიკასაც მუდმივად დავალაგებ არ დავიღლები ამით რა პრობლემაა რომ უვალაგო ხო აი მაგ შემთხვევაში მაგ განწყობით თუ ხდება ცხოვრებას მე ის საწამლავით შეიძლება გახდეს ტრენაჟორი იმიტომ რომ ეს აღარ ელოდება რომ ვარდისფერ გარემოში იქნება იცის სად არის გარემო უკვე კარგად დაამუღამა და იმ ყველაფერს იყენებს თავის სულიერი ვარჯიშისთვის რა. ნუ სულიერს როცა ვამბობ, ვიცი შე რომ მე მისტიკას არ გულისხმობ, აქ გულისხმობ ფსიქეას. ხო? ესე დავცალო ეხა რელიგიური ტერმინები. არა, სხვათა შორის იყო დაახლოებით ფროიდის პერიოდში, ეხა ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე, გვარი ფსიქოლოგი ძალიან სერიოზული, რომელიც ამბობდა რომ ფსიქოთერაპიამ უნდა მოიცვას სოციუმი და თუ გარემო არ შეიცვალა ჩვენ შედეგებს ვერ მივახცევთ ხო? ამინ. ამომივარდა სახელი ახლა რა. დრო თუ გაქვს ლევან კიდევ? თუ არა და რო ვიცოდე მეც დასრულებისკენ როდის მივდივარ. იცი რა მაინტერესებს არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელმაც წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში და ყველაფერი აქვს. ჩემთან ბევრჯერ მოსულან და უთქვამთ რომ ყველაფერი მაქვს, მაგრამ აი ვერ გრძნობ სიხარულს. კი. აუ. ეს რა ტრაგედიაა რა. და რატო ხდება ეს? როგორც ფსიქოლოგმა მინდა რომ ახსნა. აუცილებლად. ცოტა გამოვიდეთ რა რაღაც დაპირისპირების რეჟიმიდან რა ხო. მოგხიბლე ხო? როგორ ხდება? როგორც ყოველთვის. ხო და? ხო და როგორ რატო ხდება ეს რა ფენომენია და რა უნდა მოხდეს რომ აქედან გამოვიდეს ადამიანი. კი ბატონო. ეხა რა ფენომენია იცი? აი წარმატება სიტყვა თვითონ არის ძალიან ისეთი სიტყვა მე უკვე ესე მეჯახება ყურზე რა. იმიტომ რომ წარმატება ძირითადად აი 90% შემთხვევაში არის რაც სოციუმმა მოითხოვა ჩემგან. და თან ესე პროსტა კი არ მოითხოვა რომ შენ წარმატებული იყავიო, ზუსტად მითხრა რა უნდა ვქნა რომ წარმატებული ვიყო. და ეხა შემიძლია ლექსივით გითხრა რა უნდა ვქნა მე რომ მე ვიყო წარმატებული. აი სკოლაში უნდა ვისწავლო ხუთიანებზე, მე უნდა ავირჩიო პროფესია, აბიტურიენტი უნდა ვიყო, უნდა ჩავაბარო უმაღლესში, რომ დავამთავრებ უმაღლეს უნდა გავთხოვდე და არ ვიცი მე ყოლოს 3 შვილი ან 4 ან 1 არ ვიცი გააჩინა. ან შეიძლება უნდა მიუძღვნა ჩემი თავი ბალეტს და უნდა ვიცეკო ისე რომ რაღაც შვილი არ უნდა გავაჩინო ან რაღაცა და მოკლედ რაღაცა ინსტრუქციები მაქვს, რომელიც სამწუხაროდ თან წარმატებას მივაღწევ კაცო, მე თუ შრომობ მივაღწევ საწავა წარმატება, მოვა ეს შედეგი. ვიშრომე და ჩავდე ენერგია და მოვიდა ხო, მაგრამ პრობლემა რა არის, რომ ეს გარედან მოსული ინსტრუქცია მე ჩემად მეგონა, რომ მე ვარ. მაგრამ ეს იგივეა, რომ წყუროდეს და ვჭამდე. მე მწყურია და ვერ გამიგია რომ შენ არ მოусმინე შენ თავს სინამდვილეში რა გინდოდა ის არ გააკეთე და დარჩი მშიერ ისე მწყურვალი. შეიძლება მილიარდერი ვარ ახლა და შეიძლება სოფლიოში ცნობილი ბალერინა ვარ, არ ვიცი, ან
შეიძლება კიდე უამრავი რამ თქვა და ჰოლივუდში ჩვენ ვუყურებთ რამდენ ხალხს აქვს დეპრესია. მაგრამ ის ჭია, რომელიც მე მართლა მყავს, არ გამიხარებია. და ამიტომაც ის ჭია ნელ-ნელა სატანად გადაიქცევა, წეღან რო აღწერდი. აი თავიდანვე რო თქვი, ვიცოდი რომ თავისთავი იყო ეს. და არ იყო არავითარ სატანაზე იქ საუბარი. არა ეს კლასიკაა, ხო? კი, ამ სატანაში ხედავდა იმას, რაც ვერ მიიღო თვითონ და არ მოусმინა. გამუქდა და გაბრაზდა, რა თქმა უნდა, ეს შინაგანი ნაწილი და დეპრესია იცი რა არის? ბრაზი, რომელიც ჩავატრიალე ჩემი თავის წინააღმდეგ. ეგ არის პირდაპირ და რაზე გავბრაზდი, რომ ყვირი ვარ, რომ წყურია ხალხო. მაგრამ იმხელა ბლოკია ზევიდან ჩადებული სოციალური. ეს რომ წყურია ამის ხმა არ ისმის და არ ვიცი მწვადს ვჭამ, კიდევ ვჭამ მწვადს, მე კიდე მწვადი კაია. მე ხალხი მეუბნება ყოჩაღ რომ მწვადი შეჭამე, მაგარი ხან, მიდი გააგრძელე და მთელი ცხოვრება შეიძლება რეალურად გიკრძალავენ, როცა შენ თავს მოусმინო. და შეიგრძნო და შეიძლება ისეთი რაღაცები გინდოდეს, რომელიც ძალიან მიუღებელი იყოს. და თან ჩვენ ადამიანებს სოციალური ურთიერთობები ძალიან გვჭირდება და ძალიან ძვირფასია ეს. და შეიძლება რაღაც ისეთი გინდა, რაც იცი რომ გაკარგვინებს მერე ურთიერთობას. და აირჩევს ადამიანი, რომ და რა უნდა მოხდეს, რომ აი აქედან გამოვიდეს ადამიანი. დანაშაულის გზნობას უნდა მიეჩვიოს. იგრძენ დანაშაულის გზნობა, რა ვქნათ, შემოჭრილია ეგ სოციალური პრესი. რაღაცას თუ აკეთებ და იქ მოვიდა რომ აუ ეს რა ვქენი და აი მე დამნაშავე ვარ და ისა ვარ, გაბორი ამბობს მატე პირდაპირ, რომ ესე იგი რაღაც ისეთი გაგიკეთებია, რაც შენს ავთენტურ მეს უნდა. იმიტომ რომ როგორც კი ავთენტურად რაღაც გინდა, იქვე მოდის დაცინვა, იქვე მოდის ანუ სოციალური ისინი არსებობს რეაქციები. ანუ გიჟიას დაძახება არის კიდე კლასიკა ეს გიჟია. ან დანაშაულის ჩათესვები, რომ არ გცხვენია, როგორ იქცევი, კაი, აი სირცხვილთან თუ გავიდა, ეგ პერსსაც უწერია. სირცხვილი თუ შეიგრძნო ფსიქიკამ, ესე იგი, ნუ ამოვარდა იმ ჩარჩოდან რა. პირდაპირ სიმპტომია. მაგრამ ნუ გრძნობებს მაინც იწვევენ, აქვთ დიდი ძალა. სირცხვილისა დანაშაულის გრძნობა ანუ შეიძლება შენამოხრო თუ კი ადამიანი აცნობიერებს, რომ გარედან დაავალეს რაღაცა და უთხრეს, რომ შენ ესეთი უნდა იყო, ესეთი და ეს გააცნობიერა, რომ ეს არ არის მისი და იგრძნო მართლა რა არის მისი. მართლა რა არის მისი, რაღაც პირდაპირ იმის გაკეთებაზე არ უნდა გადავიდეს, რაც მისია. არამედ უნდა ჯერ კარგად შეიგრძნოს, რას გრძნობს იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე იძალადეს, ხო? კი, და როგორ გითხრა, გაუძლოს მაგ წნეხს, იმიტომ რომ სირცხვილიც და დანაშაულის წნეხავს რა. და თუ უკვე აცნობიერებ, რომ ეგრეა, იმასაც ხვდები, რომ არაფერი არ მოგდის მომენტ რა. აი რამე მოგივიდა, რომ სირცხვილი იგრძენი. იდეაში არც არაფერი. აი როგორც კი გამოყოფილი ხარ და აკვირდები, ხვდები, რომ ვერ გმართავს ეგ გრძნობა რა. ნუ ძალიან დიდი ზეწოლებიც არსებობს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ვერ გმართავს. იცი არის, ეხლა შენ ლაპარაკობ გეშტალტ თერაპიის და ზოგადად სიღრმისეული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან და ლაპარაკობ თვითდაკვირვებაზე. კი. და თვითდაკვირვება არის უძველესი აღმოსავლური პრაქტიკა, მედიტაციის განუყრელი ნაწილი და აქედან გამომდინარე მებადება კითხვა. როგორ ფიქრობ, სად იწყება, სად თავდება სულიერი სწავლებები და სულიერი გზა ადამიანის და სად იწყება ფსიქოთერაპია და საერთოდ რამე რა არის სხვაობა და რა სად არის მიჯნა თუ არის საერთოდ? იცი რა რთულია მაგ მიჯნის გავლება, იმიტომ რომ ეს არის საერთოდ საჭირო. არ მგონია რომ ეგ საჭირო იყოს, მაგრამ თან სადღაც ალბათ კარგია, რომ საზღვარი ედოს რა. იმიტომ რომ ფსიქოლოგიას ნამდვილად აქვს ნაწილი საკმაოდ დიდი, რომელიც მეცნიერულად გამართულად მტკიცდება და არის ნაწილი, რომელიც ვერც დამტკიცდება, არც დამტკიცდება და თან ვერ მოწყდება ფსიქოლოგიას, იმიტომ რომ რელიგიაზე და ამ რაღაც რიტუალებზე მეტი რა ფსიქიკა გინდა, ფსიქიკის გამოვლენაა პირდაპირ და ეგ თუ ჩაჭერი, რომელ ფსიქიკაზე მე საერთოდ აი ეს მეცნიერებაზე რომ მიდის საუბარი. ეგეც რელიგიას გავს ხო? იცი რა არის, არსებობს უზარმაზარი ლიტერატურა იმის შესახებ, რომ მეცნიერებამ მოახდინა ამაზე ლაპარაკობენ სხვათა შორის, იგივე მასლოუ, იგივე გროფი, იგივე იუნგე ჰაბერმასი, იგივე პოსტმოდერნისტი ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, სტრუქტურალისტები და ასე შემდეგ, რომ მეცნიერებამ მოინდომა ადამიანის სულიერი სამყაროს ჩატევა, ჩაჭირხნა, რედუცირება და რაღაც ციფრებში, რაღაცა მშრალ რაციონალურ ფორმულებში და
სხვათა შორის მე ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისი, რომ ოფიციალური, ესე იგი, ადმინისტრაციული მეცნიერება არ ცნობს, თქვათ, ფსიქოდელიურ თერაპიას და არ ცნობს მოვადრო და იცნობენ. ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიას, იმიტომ რომ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია ამბობს, რომ აგერ შემყავს ხალხი ჰოლოტროპულ მდგომარეობაში, გამოდიან და ეგეთ რაღაცეებს ყვებიან. მე ეს მოვისმინე მილიონი ისტორია, მოვახდინე კატეგორიზაცია და აღმოჩნდა, რომ არსებობს ტრანსპერსონალური გამოცდილებები. ეს არის ადამიანის შინაგანი სამყაროს ნაწილი. გესმის და მეცნიერება ამბობს, რომ როგორ თუ ჩვენ ვაღიარებთ რაღაც ტრანსცენდენტულ გამოცდილებებს, ესე იგი რა სამყარო მატერიალურზე მეტია? ამის აღიარება მეცნიერებას ჯერჯერობით არ უნდა, თუმცა კვანტური ფიზიკა დღეს სერიოზულ კითხვებს სვამს სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პლაცებოს ეფექტზეც ასე იყო მეცნიერება განწყობილი, მაგრამ მე ძალიან თვალსაჩინო რომ გახდა, რომ თურმე პლაცებო არსებობს. მეცნიერების ეგ მიყვარს მე, რომ აი ძალიან თვალსაჩინო თუ რაღაც გახდა, როგორც წესი აღიარებენ ხოლმე. აი ისი რა არის, მე ძალიან მიყვირს რაღაცეები. აი მაგალითად ეხლა ცოტა გავალ თემი და მე არ მესმის როგორ შეიძლება იყო ერთდროულად ქრისტიანი და გჯეროდეს კაპიტალიზმის. იმიტომ რომ ქრისტე ამბობს რომ ნუ დააგროვებთ მიწაზე და კაპიტალიზმი არის დაგროვების მანიით შეპყრობილი ფილოსოფია. ხო, ერთდროულად იყო ქრისტეს მიმდევარი და თან კაპიტალიზმის გჯეროდეს. ხო, აი დაახლოებით ეგეთი ტირი ხარ და მე ძაღლებს რო ხოცავ? რაზე რო ტირი ხარ? პატრიარქზე რო ტირი ხარ, 2 მილიონი კაცი რო გავარო პატრიარქი გარდაიცვალა, ძალიან წუხვარ. და იგივე 2 მილიონი ადამიანი ეთანხმება ძაღლების მასობრივად დახოსვას. აბა ძაღლებზე თუ გამოვა ეგ 2 მილიონი, მე ძალიან მაინტერესებს და თუ არ გამოვლენ. მამა გაბრიელის წიგნი მაქვს ადრე ნათარგმნი და იქიდან ვიტყვი, რომ ტიპი ეკლესიაში მიდიოდა, გზაში ძაღლი შეხვდა და წიხლი დაარტყა. და მე წავიდა წირვაზე. და მამა გაბრიელმა თქვა კომენტარი, რომ ამას ერჩივნაო, საერთოდ არ ამდგარიყო დღეს ლოგინიდანო. მიხდი, აი ეგ თემა გვაქვს. ხო, ანუ ორმაგი სტანდარტი. ხო და ფსიქოლოგებსაც ჭირთ, მე მგონი. არა, მეც და მაგრამ მე აი ამ ხრივ მე მგონი ცოტა გავახილე თვალები, რომ იყო დრო, რომ ამას ვერ ხედავდი, როგორ შენ მეცნიერებად თვლი ფსიქოლოგიას მე და მეცნიერება ამ დროს ამბობს, რომ მე არ ვიცი რა არის სიყვარული, მე მას ვერ ვზომავ. მეცნიერება არის დარგი, რომელიც ყველაფერს ზუსტ ციფრებში ზომავს, ხო? აი ემოციის გაზომვა ძალიან ძნელია რა. ხო? და ამ დროს ფსიქოლოგია არის დარგი, რომელიც თავიდან ბოლომდე დგას იმ იდეაზე, რომ სიყვარულის ნაკლებობა ქმნის ტრამვებს. და ამას თავი დავანებოთ. არანაირი ფსიქოთერაპიული ეფექტი არ არსებობს კათარზისის გარეშე, ხო? და მოდი ეხლა შენ ხო არის გეშტალტ თერაპია ოფიციალური მეცნიერების ნაწილი, ხო? ეხლა შენ მეცნიერული კუთხით ამიხსენი რა არის კათარზისი. მეცნიერულად აგიხსნა რა არის კათარზისი. ხო, იმიტომ რომ ხო ამბობ რომ კი. მე ვარ გეშტალტ თერაპევტი, გეშტალტ თერაპია არის ფსიქოლოგიის მეინსტრიმის ნაწილი, მეცნიერულად აღიარებულია. ყველაზე ნაკლებად აღიარებულია, მინდა გითხრა გერმანიაში. ყველაზე ნაკლებად ოფიციალურად აღიარებულია. არ არის მთლად ეგრე. გერმანიაში სადაც საერთოდ წარმოიშვა, აკრძალულია, იცი გეშტალტ თერაპია. იცოდი? არა. ანუ არ არსებობს გერმანიაში გერმანულ დიპლომებს აფრიალებს. არა, ევროპულს. ევროპაში ახლა არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი არის, მაგრამ გერმანიაში არ წავიდა. ეს მეცნიერული ცენზიც რა პირობითია. ძალიან პირობითია და თან ეგ ცენზი გერმანიაში მკაცრია და ამიტომაც გეშტალტი ვეღარ შევიყვანეს იქ. იმიტომ რომ ნამეტანი მკაცრად უყურებენ, რომ 1+1 უდრის 2-ს. თუ ამას ვერ შვები, თერაპევტი არ ახარ რა. აი ესეთი მე ვიცი გეშტალტ თერაპევტებისგან, რომ ყოველ წელს გეშტალტ თერაპიას უდგას გაძევების საკითხი. კი, იმიტომ რომ გეშტალტი ძალიან თავისუფალია. ხატვა გინდა, ცეკვა გინდა, რიტუალი გინდა, ბუდიზმი გინდა, რელიგია, ყველაფერი შეგიძლია დაინტეგრირო რა. იმიტომ რომ არაფერს არ განდევნის რა. თუ შენ იცი რის გამო აკეთებ და რაში გჭირდება, რასაც აკეთებ, თავისუფალი ადამიანი ხარ. მე ინსტრუქცია არ მაქვს თერაპიაზე, როგორ უნდა ვიჯდე, მიხდი? საერთოდ არ მაქვს ინსტრუქცია. ეს კაცრი პროტოკოლი. ხო, ესე უნდა ვიყო და რაღაცები არ მაქვს. ხელი არ უნდა ჩამოართვა და თუმცა ეგეც ოკეია, ვინც ესე შრება, ნუ რა უყო. რაღაც ვკითხე შენ მნიშვნელოვანი. ხო, კათარზისი რატო არის მეცნიერული? არა, რა არის კათარზისი მეცნიერული
ახსნა მაინტერესებს. შემიძლია აგიხსნა, ოღონდ მე როგორც დავაკვირდი, როგორც მეცნიერი, თორე ეხლა რამე კონკრეტული კვლევა არ მახსენდება, რომ მეც ხო მეცნიერი ვარ რაღაც დოზით და შენც და ყველა, ხო? აი მასე შემიძლია გითხრა. კათარზისი რა მომენტია, ეხლა გეტყვი, ადამიანი ტვინი, ესე წარმოვიდგინოთ, ფსიქიკას არ ვიტყვი, ტვინი არ არის აქ, ტვინი არის მთლიანად ყველგან. და ტვინს ახასიათებს სხვადასხვა გარემოში კრეატიული ადაპტაცია, როცა ვერ უმკლავდება რაღაცებს და პატარა, უსუსურია და ასე შემდეგ, რომ რაღაც მიუღებელ ინფორმაციებს ქვევით ესე დევნის რა. და კათარზისის დროს ეს ქვევით ჩასული ინფორმაცია, რომელიც ჯავშანს ქმნის, ტკივილებს ქმნის, სხეულებრივ პრობლემებს ქმნის, ნელ-ნელა ესე ამოტივტივდება და ემოციის სახით განიმუხტება. და ფიზიკის კანონია პირდაპირ რა. ენერგია ვერსად ვერ წავა, აი 3 წლის ასაკში რომ ბავშვმა ქათამი დაკლა და გული რო ეტკინა, იქ იმ წუთში არ იყო სივრცე რომ ეს გამოეხატა და მას არ ქონდა რესურსი რომ ეს ეკნა და ის ჩაგროვდა სხეულმა დაიმახსოვრა რა. და მერე კათარზისის მომენტში, როდესაც ორი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს, მაგიტო გენოური მეორე ძალიან მნიშვნელოვანია. და ის მეორე ადამიანი რომ მიმღები გახდება, როგორც წესით მშობელი უნდა ყოფილიყო, ეს შინაგანი ბავშვი როგორც იქნება და იტირებს. მიხდი? ანუ ის რაც განუცდელი იყო, რეპრესირებული, სადღაც იყო გადამალული, მოდის, ცნობიერდება, განიცდება, ხელახლა და ამ გზით თავისუფლდება. განიმუხტება ის ენერგია. განიმუხტება. აი ეს არის კათარზისი. კი, და ნახე არსებობს კიდეც ესეთი თერაპია, ახალია საკმაოდ, დრო თუ გვაქვს უცებ გეტყვი. კი. ავარჯიშებენ ფიზიკურად თერაპიის წინ ადამიანს ისე, რომ სხეულის ქვედა ნაწილი დაეძაბოს ძალიან და კუნთების კანკალი გამოიწვიონ რა. ჩემი ერთ-ერთი სუპერვიზორი სწავლობდა მაგ თერაპიას და ისწავლა და ძალიან მაგარია. მეც გამოვცადე და ეხლა რა ხდება, იცი, უცნაური. კუნთებში არის ეგ ინფორმაცია. არ ვიცი ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ აი ესე გძაბავენ, მოკლედ, სხეულის ქვედა ნაწილს ისეთ გაწელვებს და რაღაცებს აკეთებ, რომ დაგეძაბოს და მერე ჯდები ესე და გიკანკალებს რა. მიხდი? და ამ კანკალის დროს გახსენდება ისეთი რაღაცეები, რომელზეც არასდროს აღარ გიფიქრია. აი მე მაგალითად გამახსენდა მიწისძვრის დროს, რომ შემეშინდა ბავშვობაში. ანუ პირდაპირ აქ იყო ინფორმაცია, მიხდი? არ ვიცი ხა ნეირომეცნიერება ამას როგორ ახსნის, იმიტომ რომ ნუ მაინც ითვლება რომ აქ არის ცენტრი, ყოველ ცენტრი შეიძლება არის, არ ვიცი. მაგრამ აშკარად ფიზიკურად მაქვს ნანახი, აი ქვემოთ სხეულიდან როგორ იბადება ის ემოცია და რო განიმუხტება. აი მაგ დროს აღწევ კათარზისს რა. ეგ არის მეცნიერულად რაც შემიძლია ამაზე ვთქვა. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, აი მე ძალიან ხშირად კი ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ თავარი პრინციპი ჩვენთანაც ჰოლტროპულს თქვაზე არის ის, რომ უნდა პირველ რიგში არ გაექცე იმ შინაარსებს, რომელიც ამოდის. და პირდაპირ ვეუბნები ხოლმე, რომ რასაც გაურბიხარ ის მოგზდევს, რასაც ებრძვი და ეჭიდავები ის გებრძვის და გეჭიდავება და როცა თვალს უსწორებ უბრალოდ ყოველგვარი შეფასების და ბრძოლის და გაქცევის გარეშე, როცა უბრალოდ თვალს უსწორებ იმას, რაც არის, აი მან დიწყება კათარზისის პროცესი, თერაპია. და მე ერთ რამეს დავამატებ, რომ კათარზისი არა მხოლოდ ის არის, რომ გააცნობიერო და განიცადო. მე უბრალოდ ვიცი ეს პრაქტიკიდან, რომ როდესაც ჰოლტროპულზე აი ესე უსრუალოდ ამოდის შინაარსები და ცნობიერდება და განიცდება, შემდეგ ირთვება რაღაც ისეთი ამოუხსნელი ჯერჯერობით მეცნიერულად ამოუხსნელი მექანიზმი, რასაც ქვია უარყოფითი გადაქცევა დადებითად. მაგალითად, აი ეს სხვადასხვა ფორმით სუბლიმაციას ამბობ. ხო, ეხლა არა, სუბლიმაცია კიდე ცოტა სხვა გაგებით არის ეგ. ხო, სუბლიმაცია არ ვიცი, ფსიქოანალიზის კუთხით ცოტა სხვა რამეს ნიშნავს, მაგრამ ასე ვამბობ, რომ ეს შეიძლება მოხდეს უამრავი ფორმით. დაწყებული ურთულესი ფორმებით, დამთავრებული უმარტივესი. აი, ურთულესია მაგალითად, რომ აი მაგალითად ერთი შემთხვევა მახსენდება, რომ ადამიანი მეუბნება, რომ ბავშვობაში რაც კი ტრამვული სიტუაცია მქონდა, ყველა გავიარე, ვნახე ყველა ადამიანი, ვინც გული მატკინა, მაგრამ უცებ ვნახე ჩემი შინაგანი ბავშვი, რომელმაც ხელი მომკიდა და წამიყვანა იმ ადამიანების შინაგან ბავშვებთან, ვინც მე გული მატკინა და მანახა რატომ იყვნენ ისინი ესეთები. და მე დავინახე ისინი, რასაც ოდავ დღეში იყვნენ და
აი ეს ბრაზი გადაიქცა თანაგრძნობად და მოვიდა პატიება და მოვიდა ამ ადამიანების მიღება და ვიგრძენი რომ ჩემთვის ეს ტკივილი და წყენა აღარ არსებობს გაქრა წავიდა. ანუ უარყოფითი გადაიქცა დადებითად. ოღონდ ესეთი რთული სახით. რომ ესე მოატარა ყველა ის ადამიანი, ვინც მაგრამ ხდება შეიძლება მოხდეს ძალიან მარტივად, რომ ადამიანი რაღაცებს გადის, ვერაცნობიერებს რა ვერც კი ხვდება რას ხედავს, რატო ხედა. შეიძლება არც ხედავდეს არაფერს, მაგრამ სეანსის ბოლოს უჩდება შეგრძნება იმისი, რომ რაღაც სიმშვიდის შეგრძნება მოდის. ძალიან უჩვეულო, აი თან ამას ხაზს უსვამენ ხოლმე, რომ ესეთი სიმშვიდე მე ჩვეულებრივად არ მაქვს და არ მიგრძნია და შემდეგ უკვე კვირეების და თვეების განმავლობაში ამბობენ, რომ აი ყველაფერი შეიცვალა, ბრაზი გაქრა, წყენა გაქრა. ანუ კათარზისი მარტო ის კი არ არის, რომ მე გავაცნობიერე და განვიცადე, არამედ ტრანსფორმაცია მოხდა უარყოფითის ემოციების დადებითად. და ადამიანი უკვე უარყოფით ემოციებს კი აღარ ატარებს, დადებითს ატარებს. თუმცა მე ეს ვარ თერაპევტი აი ამ გეშტალტ დინარეობაში, რომელიც ასევე ვცდილობ ხოლმე, რომ ადამიანებს ბრაზი დაუბრუნო. რომელიც მათ განდევნეს. და რას ბრაზი ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია არის და საჭირო და ჯამრთელი. რა თქმა უნდა, ცხოვრებაშიც ხო ესეა, რასაც გაურბიხარ, მოგზდევს, რასაც გებრძვის, ანუ თუ შენ ბრაზს, შენსაკუთარ ბრაზს დაუწყებ ბრძოლას. მე ფეთქდები უკვე. ეს ფიზიკის კანონია ეგეც რა. აი მან ძალიან მეცნიერული მიღება. ადამიანი თუ მეუნება რომ მე ხანდახან ფეთქდები, მე უკვე ვიცი რომ სანამ აფეთქდება, ინახა და ინახა. აი პირდაპირ ორჯერ ორი. და რაც უფრო მეც ინახავ, მით უფრო მაგრა. და აქედან მე მივდივარ სადამდე, იცი რომ მიღება არის რაღაც უნივერსალური ფენომენი. ეს გვხდება სულიერებაშიც, გვხდება ფილოსოფიაში, გვხდება თერაპიაში. აი ეს არის მე მგონი რაც აერთიანებს სულიერებას და ფსიქოთერაპიას. აი შენ საერთოდ აი დაუბრუნდეთ რა იმ თემას რა. მე საერთოდ გონია ზღვარისად არის ხო, მე მაქვს ესეთი ფრაზა რა, რომ სულიერებაზე არ ვიტყვი ეზოთერიკაზე და რა განსხვავებას ვაკეთებ. იცი რომ სულიერება ეს არის პრაქტიკა. საკუთარ თავზე მუშაობის. ისევე როგორც თერაპია. და ეზოთერიკა ეს არის თეორია თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი, მეტაფიზიკა, ტრალალა, ბლა ბლა ბლა. რო ბლა ბლაში გავიდეს, სამივეს აქვს. ხო. კი, ნუ ეგ დავისთავოთ, მაგრამ აი მე ვფიქრობ, ეზოთერიკა ეს არის ყალბი ფსიქოთერაპია და ფსიქოთერაპია ეს არის ნამდვილი სულიერება. იმიტომ რომ რეალურად რა განსხვავებაა სულიერ ცხოვრებასა და ფსიქოთერაპიას შორის? ორივეს მიზანი ხო არის საკუთარ სულიერ სამყაროში ჩახედვა და იქ განთავისუფლება უარყოფითი შინაარსებისგან, შიშისგან, ნებისმიერი წმინდა წიგნი აიღე, ნებისმიერი რელიგიის. პირდაპირ წერია შიში, ბრაზი, წყენა, შური, სიძუნწე, აი ამისგან განთავისუფლება. რეალურად ფსიქოთერაპიაც იგივე არ არის, საკუთარ თავში ჩახედვა და განთავისუფლება. იცი განთავისუფლებაში რა იგულისხმება? აი ხა იფხელა აზრი მომივიდა, რომ ეს უნდა თქვა რა. ესენი ამათ გონიათ ხოლმე რომ განთავისუფლებაში იგულისხმება, რომ ეგენი არ იგრძნო. ეგ არ არის განთავისუფლება. ამიტომ არის ფსიქოთერაპია ნამდვილი სულიერება. განთავისუფლება არის რომ ვიგრძენი, მაგრამ მე ჩემ თავს არ ვაიგივებ ამ გრძნობებთან. შერწყმული არა ვარ, რომ აი всё მე გავბრაზდი და ესე იგი ტასო მე, ვინც ვარ, არის გაბრაზებული რა, ესე არ არის. მე ვხედავ რომ ჩემში არის ბრაზი. ნახე რამხელა განსხვავება არის. მე კი არ მომიცვა ბრაზმა და მე ბრაზათან შურათან ბოღმად კი არ გადავიქეცი, მე ის ვიგრძენი და აღვიქვი და ვაკვირდები თან. ანუ დამკვირვებელი ვერ ჩამიხსნა რა. თუ შევძელი ხა როგორ ვერ ჩამიხსნის, ზოგჯერ მიხსნის. ეხლა მგონია რომ რაღაც აი ლაოძის ტექსტს ვკითხულობ, ან ბუდას ტექსტს, ან აღმოსავლური სულიერება მაგაზია აგებული, რომ არ უნდა ებრძოლო და არ უნდა დახუჭო თვალი, უნდა განიცადო და ამ დროს უნდა შეინარჩუნო დამკვირვებელი. ერთადერთი ეს არის, თორე გონიათ ხოლმე, რომ გათავისუფლება ნიშნავს, რომ მე აღარ გავბრაზდები და მე შურს აღარ ვიგრძნობ და არ ვიცი ეგ თუ ვინმე შეძლო ბუდა ალბათ. შეიძლება გახდე ბუდა, მე არ გამოვრიცხავ, მეც გავხდე, მაგრამ იცი რა, აი ეს მიზანი არ არის ძალიან მაღიზიანებს, სხვათა შორის ძალიან მაღიზიანებს რა, იცი? როდესაც
აი ადამიანები წარმოიდგენენ რომ ბუდა ვიღაცა ეგეც აი 100%-იანი ხარა და ქრისტეს ქრისტე თუ გინდა რა ვიცი მე ლაოც იმიტომ ის ადამიანები ქრისტე ბუდა რა ვიცი მე კრიშნა ესენი იყვნენ ცოცხალი ხალხი რომლებაც თავის თავზე იმუშავეს და მიაღწიეს შედეგს და შენ თუ იმუშავებ შენც მიაღწევ ამას ქრისტეც ამბობს თქვენ ჩემზე მეტს შეძლებთ ეს შავი მე მეტი ქრისტეები იქნებიანო შავი თეთრზე წერია კანონიკურ სახარებაში თქვენ თუ საკმარისი რწმენა გექნებათ გადადგამთ თებს და კიდე მეორეგან ამბობს რომ თქვენ ჩემზე მეტი შეგიძლიათ მესამეგან ამბობს ყველანი ღმერთები ხართ კი ეგ მახსოვს ყველანი სახარებაში წერია და დები და ძმები ხართ ყველანი დები ნუ ეხა არ გვინდა ჩემიო რა ხო და ანუ თვითონ ქრისტე მიიჩნევდა თავს ერთ-ერთ რიგით ადამიანად რა თქმა უნდა ცოცხალი ადამიანი რომელიც ამბობდა რომ თქვენს თუ გააკეთებთ რაც მე გავაკეთე თქვენს მიაღწევთ და აი ეს ტრიუკი რასაც რელიგია გიკეთებს მე მგონი რაში მდგომარეობს იცი რომ გეუბნება რომ ქრისტე ერთადერთი იყო და შენ ვერ მიაღწევ მაგას და ამიტომ შენ თავზე კი არ უნდა იმუშაო ჩვენთან უნდა მოხვიდე შემწვარ მოხრაკული და ისინი ფული ჩარიცხო აქა და ჩვენ შენს მაგივრად შენ სულიერ საქმეს გავაკეთებ რა მძიმეა ხედავ დამოუკიდებლობის დათმობა არის პირდაპირ ანუ ამაზე ოშო კაიფობს მაგრად რომ მე შენს მაგივრად თავის ტკივილის წამალი დავლიო შენ თავი გაგიყუჩდებაო და ადამიანებს მართლა ჯერათ რას ვიზამ ადამიანებს მართლა ჯერათ რომ მღვდელი მათ მაგივრად ილოცებს და ამათ სულიერი პრობლემები მოუგვარდებათ ნუ ეს ამხელა პროფანაციაა მაგრამ დევალვაციაც არის ადამიანის ძალიან დიდი მადლობა მე უბრალოდ მინდა თქვა ესეთი რაღაც როგორ დავხურო ამითი რომ თუ ვინმეს ჩვენი საუბრიდან დარჩა შთაბეჭდილება რომ ჩვენ აქ რაღაცას ვამტკიცებდით და ვამტკიცებდით რომ გეშტალტ თერაპია ჯობია ჰოლოტროპულს ან პირიქით ჰოლოტროპული ჯობია თქვენ მოგეჩვენათ ესეთი რამე აქ არ ყოფილა ჩვენ ვამბობთ რომ ყველა თერაპია არის კარგი თავისთავად რომელი თერაპია რომელ განვითარების რა ეტაპზე ვის როგორ გამოადგება ეს არავინ არ იცის მე პირადად ესე ვფიქრობ ალბათ დამეთანხმები შენს უბრალოდ ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია რა თავისებურებები ახასიათებთ ამ თერაპიას და ცოტა გვეკამათა ჯანსაღ გარემოში გონი გამოგვივიდა აშკარად ხო ჩხუბისა და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე დისკუსიის ხელოვნებას ცოტათი მაინც მივახლოვებოდით. დიდი მადლობა ტასო. მადლობა ლევან. და რა ვიცი, მომავალ შეხვედრამდე. დროებით.